მწვერნელია, მე მგონი ერთი თვე არ ყოფილა ამ სტუდიაში და საინტერესოა ის თემები, რომელსაც დღეს ვისაუბრებთ, მით უმეტეს ამხელა პაუზის შემდეგ, არიან ამომრჩევლები, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლები, რომლებსაც კითხვები აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან, ეს კითხვები რასაკვირველია გვაქვთ ჩვენს ჟურნალისტებსაც და საინტერესოა რა პასუხებს გასცემს დღეს ნიკა ამ კითხვებს და თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა დავიწყოთ გვარამიას პროცესით, ხვალ რა მოლოდინები გაქვს, ჯერ ამაზე ვისაუბროთ და შემდეგ რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ თუ ისევ დარჩა ნიკა ციხეში? მადლობა. ეკა რა მოლოდინი შეიძლება გქონდეს კარგად ინფორმირებულ ადამიანს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანს მე ვფიქრობ რომ წარმოვადგენ ინფორმირებული ბიძინა ივანიშვილის მმართველობის თაობაზე, ისადაც სამართლიანი სასამართლოს პირობებში არაფერი არ წყდება, პოლიტიკური მიზანშეწონებიდან გამომდინარე ხა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ესეც ადვილად პროგნოზირებადია, თქვენ ისაუბრეთ და იგივე აზრაზე ვარ მე, განაჭირდება ან აწყობს მას ნიკა გვარამია, გისოსებს მიღმა ხომ რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხვალ გაათავისუფლოს ნიკა მე ვფიქრობ იმის გათვალისწინებით რომ ბიძინას მასთან აქვს პერსონალური დაპირისპირება დიახაც აი ასეთი ქვეყანა არის ავტოკრატიული სადაც პერსონალურ დაპირისპირებაში შევიდა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ვის ქვეყანა მიიტაცა მხოლოდ იმიტომ ნიკა გვარამიასთან რომ ის ამხელდა ბევრ საკითხში რეჟიმს მოლოდინი არ არის ოპტიმისტური თუმცა მოლოდინი მაქვს ოპტიმისტური ნამდვილად რომ მივხვდათ იმისა ხვალ რა მოხდება ნიკა გვარამია დიდხანს არ გაჩერდება და ყველაზე თავარი რაც მინდა ნაწილში ვთქვა ჩვენთვის თავარი ისევე როგორც ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის არის რა რომ პრიორიტეტების გადახედვა არ მოხდეს და ნიკა გვარამია გარდა იმისა რომ პოლიტიკური ტყვეა ნიკა გვარამია არჩევანი იყო რაციონალური ამ ბრძოლაში შესულიყო თხემით ტერფამდე არა იმიტომ რომ თუნდაც სირთულეებით, თუნდაც გაჭირვებით, რაღაც საზოგადოების წნეხის ქვეშ, საერთაშორისო საზოგადოების წნეხის ქვეშ მოხდეს ნიკა გვარამიას გათავისუფლება და ცოტა ხანში იგივე ნიკა გვარამია, თუნდაც რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ახალი ტყვე იხილოს უკვე გარედან შიგნით, ხო? მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენთვისაც რომ ეს რეჟიმი, რომელიც პერიოდამდე ატყოვებს ადამიანებს, დამასწრეს. მე მიმაჩნია სამწუხაროდ რომ არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნიკა გვარამია ამ რეჟიმის ბოლო პოლიტიკური პატიმრები ჯერ არ არიან და ისინი ეცდებიან კიდევ ერთხელ და ეს უკვე ალბათ კუდის მოქნევა იქნება, ვინაიდან მათ კაპიტალში მხოლოდ შეიარაღებაში დარჩათ და ვის დააკავებენ? დარჩათ ძალის დემონსტრირება, რომ საკუთარი ამორჩეველი გაამხნევოს. მაგრამ ამ ბრძოლაში ძალიან მინდა ვთქვა, ჩემი სურვილი იქნება რომ ერთმანეთს გაუფრთხილდეთ, ჩემი სურვილი იქნება რომ ერთმანეთი ოპტიმიზმით ავავსოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ და რწმენით შთავაგონოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაშინ სწორად იქცევა ბიძინა ივანიშვილი, თუ კი ის ხედავს რომ პოლიტიკური ტყვეობის შემდეგ იქნება მიშა, იქნება ნიკა და ღმერთმა არქნას, მაგრამ ამას მაღალი ალბათობა რომ შემდეგშიც იყოს ხო სხვა ან რამდენიმე ადამიანი ჩვენ შიგნით ის ადამიანები ოპოზიციურ პოლიტიკურ პლატფორმაზე დაუპირისპირდეთ, რომ აი ამდენი თვის განმავლობაში რატომ ვერ დავიხსენით ნიკა გვარამია, ამდენი თვის განმავლობაში რატომ ვერ დავიხსენით მიხეილ სააკაშვილი. კი, ტკივილია ჩემთვის მათ შორის, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ გულწრფელები ვართ იქ, სადაც ვერ ყვევით რა მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როდესაც რუსული ტიპის ოლიგარქიული მმართველობა ხარდაჭერილი პუტინის მიმართ და მithქოს და გავიმეორებ თქვენს ეთერში, აი იმ ადამიანთა კატეგორიას საპატივისცემა მათ ვერ დავეთანხმები, რომლებიც ამბობენ სულ ცოტა ოდნავი მეტი აქტივობა და სულ ოდნავ მეტი ასე ვთქვათ ძალისხმევა და ტყვევს ჩვენ დავიხსნით. უმძიმესი ავტოკრატიული რეჟიმი არის და ეს ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა. ყველაფერი ვიცით, მაგრამ აუცილებელია რომ მე მგონია კიდევ ის არის აუცილებელი ერთმანეთი ოპტიმიზმით ავავსო და დავსვათ კითხვები და ვიყოთ გულწრფელები ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ხო? სანამ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდოდეთ, მინდა თქვენი შეფასება მოვისმინო ორ საკითხზე. დღეს
ყოველ შემთხვევაში აღქმა და აღქმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქტებიც ამაზე მეტყველებს, არ არის ოპოზიციური სპექტრი ისეთი აქტიური, როგორსაც მივეჩვიეთ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეხლა ბევრის აზრია ეს, რომ ნიკა გვარამიას დაკავებამ, ის დააკავეს მაისში, მაისის შემდეგ ჩვენ ვნახეთ დიდი პროცესები ამ ქვეყანაში, მაგრამ იქ პოლიტიკური პარტიები არ იყვნენ ჩართულები, უფრო სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი იყო და რომ ნიკას დაკავებამ დაასუსტა ოპოზიციური სპექტრი. ფიქრობ თუ არა რომ ეს ასია, მართლა გულწრფელად მაინტერესებს, ფიქრობ თუ არა რომ ეს ასია, რომ ნიკას დაკავებამ გარკვეული გავლენა იქონია ოპოზიციის აქტიურობაზე, აქტიურობის შემცირებაზე. რა თქმა უნდა, როდის ყოფილვარ ყოველ შემთხვევაში მიცდია რომ გულწრფელი ყოფილიყავ, არა თუ გარკვეული გავლენა იქონია, მე ვფიქრობ დიდი გავლენა იქონია. რა თვალსაზრისით თქვენი აზრით? ნიკა გვარამია სულაც ამიტომ არის, ამ თვალსაზრისითაც კი, მაგრამ რა თვალსაზრისით იქონია, აი რას გაძლევდათ, რა მოგაკლოთ ნიკას ჩამოვთვლი რამდენიმე მთავარ მიზეზს ჩემი შეფასებით, რასთან გვაქვს საქმე და რატომ არის ის ნებათა ღელვა, პესიმიზმი, დეპრესიული გარემო, ხო? ნიკა გვარამია ეხა არის ჩემთვის გარდა იმისა თუ რა ურთიერთობა გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან, ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე, რა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში, რა ბრძოლასაც ჩვენ ვეწევით, როდესაც იქიდან გიპირისპირდება ამოქოქილი მანქანა პროპაგანდისტული. მაგრამ ეხა ნიკა გვარამიას პატიმრობა განსაკუთრებით, ეს უნდა ვთქვა, დაემთხვა პირველად 10 წლის თავზე ეკა პერიოდს, როდესაც საარჩევნო წელიწადი არ არის, ეს აუხსნი ხა რას გულისხმობ. 2012 წინა პირველი წელიწადია, როდესაც საარჩევნო პერიოდი არ არის და კალენდარით არც მომდევნო წელს არის არჩევნები. როდესაც არჩევნებია, როდესაც ბრძოლა უკვე ველზე კონკრეტული მიზნის გარშემო არის გაჩაღებული, ის პრობლემები, რაც თუნდაც მედია საშუალებებში არის, კრიტიკულ მედია საშუალებებს გულისხმობ, ოპოზიციურ პლატფორმაზე არის და ზოგადად ცხოვრებაშია, ხომ თავს ასე აშკარად არიჩენს, იმიტომ რომ ღვივდება რწმენა და იმედი, რომ რაღაცა ხელის გაწვენის მანძილზე არის გამარჯვება და ყველა ამ ფერხულში ვებნებით. პირველი შემთხვევაა, როდესაც ამასთან გვაქვს საქმე. მე არ დავასახელებ სახელს და გვარს, მაგრამ გუშინ წინ სხვა ტელეკომპანიაში იყო ერთი ყოფილი პოლიტიკოსი ადამიანი, რომელმაც განაცხადა ოპოზიციის მიმართ, რომ იცით თუ ოპოზიციურ ლიდერებს არ შეუძლიათ რისკის გაწევა, გმირობის ჩადენა, თავდადების აქტის განხორციელება, მაშინ თამას არ უნდა აწიონ, ვინაიდან ეს იწვევს ძალიან დიდ იმედგავსრულებას. დიახ, დავეთანხმებოდი პირველ ნაწილში რომ ყოფილიყო ეს ადამიანი მართალი. რატო ვუთმობ ამას ამდენ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს ადამიანი ასევე აზრის ლიდერია და გიორგი მარგველაშვილზე ხო არა, ყოფილი პოლიტიკოსი არა. გიორგი მარგველაშვილს აღარ არის. ხო, ყველა კარგად ვიცნობთ. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ეკა 2019 წლიდან მოყოლებული 2020-2021 მინიმუმ წელიწადში ერთხელ იყო ძალიან მძიმე კრიზისი ხელისუფლებისთვის, სადაც ახლა ნაციონალურ მოძრაობას წარმოვადგენ, გაუბედავდა ნაციონალურ მოძრაობის პირველ რიგში სახელით ვისაუბრებდა, რა თქმა უნდა, აქვე ოპოზიციასაც ჩრდილს ვერ მივაყენებ, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები, აქტივისტები, ოჯახსტები ავანგარდში ვიყავით სხვებთან ერთად, ხო, რისკიც გავწიეთ. თავდადება. პირადადაც გასწიეთ, ციხეშიდაც იყავით. ამაზე არ არის პრობლემა. მოყვებით და კონკრეტულად თქვენ კითხვამდე მივალ. 2019 წლის 20 ივნისს ძალიან მოკლედ შევეხები. კი, მე მჯეროდა რომ ძალიან ახლოს ვიყავით ვადამდე საპარლამენტო არჩევნებამდე, მაგრამ თუ სადმე იყო ერთობა საჭირო, მაშინ იქ იყო და ოპოზიციურ ველზე ეს არ აღმოჩნდა. არ შევეხები, არ შევალ დეტალებში რა და როგორ მოხდა. 2020 წლის შემდეგ, ახლა გუშინ წინ იყო დღეისწორს 2 წლის წინ ზუსტად არჩევნები საპარლამენტო, ხო? მართლაც ზალადობის, შანტაჟის, მუქარის, ყველა ტიპის დანაშაული ჩაიდგინეს, გააყალბეს, ყველაფერი იკადრეს და მეც ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი დანეს რაიონში და ამომიგდო
გამოვიდო Facebook-ა, იარაღით როგორ დარბოდნენ და უბნებს არბებდნენ, როგორ იტაცებდნენ ჩვენს კომისიის წევრებს, ჩვენს მეგობრებს, ასე შემდეგ და კვლავ გამიგვივდა ეს ემოციები. დავიწყეთ საპროტესტო აქციები 1 ნოემბრიდან, ეკა. 1 ნოემბრიდან და ეს თავისით არ მომხდარა, აბა წინ უძღვოდა მუშაობა, როდესაც მთელი ოპოზიცია განსხვავებულ ერთ სცენაზე ავიდოდა, თქვით რომ საპარლამენტო ბოიკოტს უცხავდეთ არჩევნებს, მაგრამ მინდა გითხრათ, არა, 8 ნოემბერს 9 ნოემბერს ერთ-ერთ პოლიტიკოსმა ჩემის აზრით ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა. მოდი დავასახელოთ პირდაპირ ყველა. რა მნიშვნელობა აქვს? 1 ნოემბერს როდესაც ჩვენ დავიწყეთ უწყვეტი ანტისახელისუფლებო გამოსვლები და თელმა ოპოზიციურმა სპექტრმა იაგო ხვიჩედო დაწყებული ელისაშვილი გაგრძელებოდა სხვები დამთავრებულ თქვით რომ აქ არ შევალთ 8 ნოემბერს აქ როდესაც წყლის ჭავლი დაგვიპირისპირეს ხო მეორე აქცია იყო და ციკლი გრძელდებოდა წარმომუდგენელი ერთობა იყო მე მახსოვს ყოველდღე ვიკრიბებოდი ხო 9 ნოემბერს გავრცელდა განცხადება უნდა ვთქვა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარის მიერ სრულიად წარმოუდგენელი არავისთან შეთანხმებული და საზოგადოებას მოუწოდა აქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსწრეთო. რამაც ძალიან დიდი ბრძარი გააჩინა ოპოზიციაში და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლობა აქ ადგილზე ოცნებიდან გვესაუბრებოდა და მოახერხა ის რომ რამდენიმე დეპუტატი შეიყვანა პარლამენტში და საპარლამენტო ბოიკოტი აი ასეთ ფორმატში ნარჩუნდებოდა. შემდეგ 2021 წელს, როდესაც მთელი ოპოზიცია ერთად ვიყავით და საარაკუს იგიჟე ჩაიდინა ივანიშვილმა, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ასევე აალაპარაკა და მართლაც მე უხერხულება ჩემზე საუბარ, მაგრამ რასაც ვაკვირდები ხა ნაციონალურ მოძრაობამ ყველასთან ერთად ბევრი გავიგეთ, მაგრამ ციხეში იმიტომ არ შევსულვარ, რომ ვიღაცას ვაჭრობა გაემართა, ეკა, ძალიან ახლოს ვიყავით, გაიხსენეთ ის მუხტი, ხო? რისთვის შევედი, იმიტომ კი არა, რომ ჩემზე გამოვეტირე და ოღონდ მელიე გამოვიდეს და რაღაცა წარმოუდგენელ 53%-იან ბარიერს მოვაწეროთ ხელი, არა? და სულ სხვა რეალობა დავხვდით. ამიტომ ახლა როცა ეკონომიკურად ქვეყანა და სახელმწიფო ივანიშვილმა გადაბუგა, იმიტომ რომ თუ კი სადმე ხა ბევრს საუბრობენ ერთობაზე. ურთიერთგაგებაზე. არცეთ აი ამ სამ შემთხვევაში ელემენტარული ხარისხის ერთობაც კი არ აქვს. ყოველთვის იპოვა ბიზინა ივანიშვილმა შიგნიდან ადამიანი, ვინც გატეხა ოპოზიციურ საზოგადოებრივ მოძრაობა. მიღებული მაქვს ეს გამოცდილება და მიღებული მაქვს. არ უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ახლა ერთობის ქვეყანა აი გადაოდა. ბიზინა ივანიშვილმა გადაბუგა ეკონომიკურად სახელმწიფო. დიახაც გათელა ღირსებად დიდწილად. გააკაცყა სინდისი, მაწუხებში მოაქცია ყოფა, ხო? ადამიანებს სულ ეხუთება გაჭირვებით, მაგრამ ხო დარწმუნებული ხართ, ეკა? აი ხო დარწმუნებული ხართ რომ 1 ან 2 აი ან 3 ან ყველა ერთად პრობლემის ნაპერწკალიდან ძალიან მალე აალდება სერიოზული დემოკრატიული საპროტესტო ტალღა ისევ მეოთხე შემთხვევაში აი აქ უნდა მივიტანოთ სისტემისთვის და რეჟიმისთვის მომაკვდინებელი შეტევა ეხლა აი ეს ესკურსი მოკლედ ამიტომ გავაკეთე ნამდვილად ამიტომ გავაკეთე პრობლემა მე ვაღიარე პრობლემა არის დიახაც როდესაც თელიერი თელიბერი არავის არ ვადადაშროლება არც მისაუბრია მაგრამ იყო დიახაც როდესაც თელიერი შექმნილი იყო და საპარლამენტო ძალიან ახლოს ვიყავით ვადამდე არჩევნებთან 2020 წელს მაგრამ ეხლა შუაგულ საპარლამენტო ბოიკოტში პოლიტიკურ ბოიკოტში როდესაც შენი თანამებრძოლი გტოვებს და მიდის და ამით გენგრევა მთელი ის ნაშრომი რომელიც ყველას ერთად ათასობით ადამიანს ქონია იცით რა მე კი ამწყინს ეკა პირადად და ჩემი კოლეგების სახელით ვამბობ რომ ვიღაცა უსამართლოდ თუ მესვეს ტალახს უნდა ავიტო დიდი პარტია ვარ ჩვენი ჯვარია ეს ჩვენი მისია ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება რომ ოპოზიციური პასუხისმგებლობისგან დისტანცირდეთ განსხვავებით სხვა პარტიებისგან არ გვაქვს ფუფუნება ვთქვათ რომ ჩვენ ვართ სუსტები და ასე შემდეგ მაგრამ ნიკა ჩვენ ამ გადაცემაში არ აგვაქვს ფუფუნება არ ვიყოთ მკაფიო კაფიო არა საუბრობ კაფიო არა მე დავსვა ერთი უნდა გადაცემაში არ ვიყავი მაგრამ აქ ვიყავი თუ შეიძლება ერთი პასაჟი მათქვევია ეს აუცილებლად კითხვა პასუხით წავიდეთ ეს არ არის ესა იმიტომ რომ უფრო კაფიო გახდეთ ჩვენი მაყურებლისთვისაც რაზე ვლაპარაკობთ კარგით მე როგორც მივხვდი თქვენი ეს დიდი მონოლოგი იყო იმასთან დაკავშირებული რომ ერთობაზე აღარ ლაპარაკობთ ეხლა თუ ეს სწორად მივხვდი დიახ მოგახსენეთ არა იმიტომ რომ
ერთობ ამ იმედი გაგიცხრუათ ძალიან ბევრმა თქვენმა პარტნიორმა? ანუ მე არ დამისვავს ეს შეკითხვა მე ჯერ არ დამისვავს, რასაკვირველია მე ამის დასმას ვაპირებდი, მაგრამ რადგან თქვენ დაიწყეთ, მაშინ ამ კითხვით დავიწყოთ. დღეს მაგალითად ამ სტუდიაში გასულ კვირას იყვნენ ზურა გირჩი-ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე და მათ თქვეს და საზოგადოების დაკვეთაც ასეთია და ხედვაც ასეთია, რომ ერთობის გარეშე შეუძლებელია ამ რეჟიმს დაუპირისპირდეთ. მე უნდა დამესვა ეს კითხვა ამ ერთობაზე, მაგრამ მგონია რომ პასუხი უკვე მივიღე ეს პასუხი, იმიტომ რომ ხო, მოდი, მაშინ ხო, კაფიოდ, ანუ თქვენ თქვით რომ წარუმატებლობა, მე ესე აღვიქვი ეს თქვენი გამოსვლა, რომ რაც აქამდე რამაც რაღაცა შანსები ხელიდან, რის გამოც შანსები ხელიდან გაგვისყდა, იყო თქვენი პარტნიორების არათანამიმდევრულობის შედეგი? ამაში თქვენ პარტნიორებს მოდი კაფიოდ ვილაპარაკოთ, მაშინ ვიზე ვლაპარაკოთ. ეს ხო არ ეხება ყველა პარტნიორს, ხო? ერთად დაიფაროს, მაგრამ არ ეხება პრობლემას, რომელიც წარმოჩენდა. ზურა ჯაფარიძეს ეხება, ელენე ხოშტარიას ეხება, გიორგი ვაშაძეს ეხება, ვინც ერთობაზე ლაპარაკობდა. აუცილებლად. ეს ხო არ ეხება ეს პრობლემა ხო არ ეხება ვითარებას, როდესაც კამერულ რეალობაში ხარ და სადღაცა განაწყვეტილებას შეცვლის ადამიანი და სხვა გესაიგებს. როცა შუაგულ ბრძოლის ველზე ხარ და თითქმის მოპოვებულ გამარჯვებას ვიღაცა ხელიდან გაგაგდებიეს, არ ვიცი, ალბათ არ გამემტყუნება და არც მე და არც უძრობას, რომ ფრთხილები ვართ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ჯერ შევკითხოთ რატო ხარ დაწუნებული. გარკვეულწილად არათუ ვარაუდობ, არამედ ფლობი, რომ ძალიან მალე იქნება საკითხი, რომელიც კატალიზატორის როლს შეასრულებს და იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, ან 1, ან 2, ან 3, სადაც ჩვენ მართლა მოგვიწევს, მართლაც აქ დავითანხმები, იქნება ხედავთ თუ ვიცით, ვემზადები. არა, გძნობთ, ხედავთ თუ იცით, რომ იქნება. ვიცით, გძნობთ და ხედავთ კიდევ სამი. არა, ეს გძნობა სხვა რა ხარ. ანუ სხვადასხვა საკითხებს ეხება და ვინ არის, რომელიღაცა ერთი, ეკა იქნება, არა, მოიცა, ამიტომ რამდენიმე ჩამოთვალეთ, ხო? მოდი, პირდაპირ, მოდი ერთი მოდი კითხვა-პასუხის რეჟიმში. მაშინ მითხარით, ანუ მე ეხა ეს შესავალი იყო იმისთვის, რომ თქვენ თქვათ, რომ არ ვაპირებთ ერთობის შექმნას, რადგან ჩვენმა არა, მე ესეთი შთაბეჭდილება დაჩვა, მაშინ გამიფართეთ ეს შთაბეჭდილება. რამდენად მნიშვნელოვანი არის ოპტიმიზმის ფრქვევა, რამდენად მნიშვნელოვანია მიუხედავად დიდი წნეხისა, რომლის ქვეშ არის მთელი ქართული საზოგადოება, ერთმანეთს გაუთხოთ. ამის დემონსტრირებას მოდი, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს და თქვენს ამომრჩეველს. აპირებთ თუ არა გაერთიანებას ოპოზიციასთან, მაშინ და ესე დაგისვავთ კითხვას. ამ გამოცდილების საფუძველზე ვისთან აპირებთ და წარსულის გამოცდილების საფუძველზე ვისთან არ აპირებთ, რადგან არენდობით? არა, ერთი დობის დეფიციტი ჩამოყალიბდა ნამდვილად. დობის დეფიციტი ჩამოყალიბდა, თან თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელმაც ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს ოდესღაც წყენა უნდა გადადო, წყენაზე არ არის საუბარი პოლიტიკაში, პოლიტიკოს წყენა არ უნდა გაყვეს, ფაქტობრივად ეროვნული ინტერესი ან ის თავარი, რასაც ემსახურები, მიუღწეველი იქნება, მაგრამ ახლა როდესაც ოთხკედელში გამოკეტილი ხარ და რისთვისაც იბრძოდი, იმის საწინააღმდეგოს გააკეთებს ადამიანი და მე მთელ პარტიას ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ძინეთ მდგომარეობაში ჩააგდებს, გააჩნდა დიახაც ეს უდობობის ხარისხი რბილად თქვა ძალიან დაქვეითდა. რისთვის ვერთიანდებით, ახლა ბოლო დღეებში რა საუბარი, მოდით ამაზე ჩამოვყალიბდეთ, ხო? თუ ჩვენ საუბრობთ თანამშრომლობაზე. არა, მე გესვით კითხვა, ვის ენდობით ძველი პარტნიორებთან და ვის არ ენდობით? ჩვენ ვენდობით ყველა იმ ადამიანს, ვინც სახელები და გვარები აქვთ, ნიკა, ეხლა მაშინ მითხარით, ვის ენდობით? ყველა იმ ადამიანს პირდაპირ გეუბნებით, ვინც გულწრფელად არის მზად იბრძოლოს რეჟიმის წინააღმდეგ. და ვიტრო, არა, ეს ხო ჩვენ ვიცით, ვინ არის და ვინ არ არის რა. მე არ ვიცი. ეკა, მოდი გაერთიანებაზე ვკითხოთ. რისთვის ვერთიანდეთ? თქვენ ბევრი ისაუბროთ ბოლო კვირების განმავლობაში ამაზე. ვისთვის ერთიანდეთ? რა მისიისთვის ვერთიანდებით? თუ ვერთიანდებით, რატო არის საუბარი მხოლოდ 4 და 5 პარტიაზე? ჩვენ თანამშრომლობთ და ვითანამშრომლობთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომ მოვიპოვოთ ერთი თავისუფალი ტიპის სამართლიანი არჩევნების შესაბამისი გარემო, დავასრულოთ პოლიტპატიმრობის ერა ამ ქვეყანაში და შევცვალოთ რეჟიმი, ხო? და თუ ჩვენ ამისთვის გვაპირებთ ამ საკითხების გარშემო
გაერთიანებას ჯერ ერთიც უნდა მითხრა და ვიცოდე რას აპირებდა არ უნდა მესმოდეს ეს ეკაკვესიტას გადაცემიდან ან ნებისმიერ სხვა ტელეკომპანიის გადაცემიდან რაც ნუ არ არის თავარი პრობლემა მაგრამ რატომ 85 პარტიას როდესაც არსებობს სხვა ბევრი პარტიაც ასევე ბევრი მაგალითად გეუბნებით ეხლა მაგალითად თუ ჩვენ ვიბრძვით არჩევნების მოპოვებისთვის რატომ არ უნდა ვესაუბროთ პირობითად ესა შალვანათელაშვილს აი პირობითად გეუბნებით ხო იმიტომ რომ ეხლა ბოლო დღემა რა გამოიწვია ნაცვლად კონსოლიდაციისა ეხლა ხო აკვირდებით თქვენს კონფრონტაცია გამოიწვია კონფრონტაცია გამოიწვია ვინაიდან მოდი ასე დავსაცაკითხე ამ სამმა ადამიანმა თქვა რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ბევრი ერთმანეთში კი ბატონო და ხოლმე მივესალმები ჩვენ რაღაცა შევთანხმდით რაღაცა რისთვის და რის გარშემო ვერთიანდებით ხო და რის გარშემო ვერთიანდებით ეს არ არის კაფეო რატო არ არის რის გარშემო ვერთიანდებით ეხლა თუ რაღაცა ერთი ნომრით არჩევნებზე ასპარეზობა საერთო სია პრემიერ-მინისტრობის გამოკვეთა და რაღაცა კი მოვა დრო როდესაც ამაზე შეიძლება ისაუბრო მაგრამ დღეს როდესაც ჰორიზონტზეც არ ჩანს ეს ყველაფერი იმაზეც ვერ ჩამოვყალიბდით ვადამდელი არჩევნები რამდენს უნდა და რამდენს არ უნდა და ჩემთვის გასაოცრად ამაზე ამდენი სამუშაო თუ დაგჭირდებოდა ნამდვილად არ მეგონა რის გარშემო არა ეკა რის გარშემო მაშინ მე დაგიზა ერთიანობა მოდი თეორიულად თქვა ერთიანობა არის მნიშვნელოვანი უმნიშვნელოვანესია ერთიანობა არის მნიშვნელოვანი ერთიანად ბრძოლა გასაგებია ყველასთან მე თქვენ ხო თქვით რომ ყველასთან არ შემიძლია ერთიანობაო ხო კი მაგრამ იმ ადამიანებთან ვინც მზად არის და ვიცით რომ ბრძოლაში მათ ერთად წაისწრება ასეთი ბადლობების ბევრი არის თუ არა ელენე ხოშტარი ასეთი რა თქმა უნდა არის ხომ არის თუ არა ზურა ასეთი რა თქმა უნდა არის თუ არა გიორგი ვაშიძე ასეთი ხო რა თავაზობენ არც ერთის და არც მეორეს და არც მესამეdes ეკა ერთი წუთი დამასწრებელია მაშინ სამივეს მოვიყვანთ თქვენც მოდით და აქ ვილაპარაკოთ რას გთავაზობენ დურა ჯაფარიძე მე ვნახე ბაკურიანში შემთხვევით სადაც გადაველაპარაკეთ ერთ-ერთი ადამიანი პატივისცემა მას ხო ერთ-ერთი ადამიანი ნიკა გვარამეს სასამართლო პროცესი რომ მიმდინარეობდა სასამართლო ეზოში ესაუბრებოდა ანუ სხვა ტიპის საუბარი ხა პანაშვილზე თუ შეგვდება და გადაელაპარაკები სადაც წეს დაარტყა და მისვალებულს პატივს მიაგებ ეს თუ არის სერიოზული პოლიტიკური საუბარი ნუ არ არის ეს სერიოზული პოლიტიკური საუბარი ზურას თქვენთან არასდროს არ ვლაპარაკია ამ თვეების განმავლობაში არასდროს არ კარგით მე მივხვდი რომ ოპოზიციასთან ერთობა არ გინდათ ეს არის ამ კითხვას რის გარშემო ეკა რის გარშემო ჯერჯერობით თქვენ არ ახართ ევროპული იდეის პროდასავლური ევროპული პროდასავლური ოპოზიციური გაერთიანება მაშინ ნაციონალურ მოძრაობამ მზად ერთობისთვის ეს თქვით მაგრამ მე ვხედავ რომ ახლა არა თანამშრომლობას სხვა დატვირთვა აქვს როდესაც ბრძოლა შემიდიხარ და როდესაც მეუბნება რომ მოდი ხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შევარჩიოთ და საარჩევნო სიაზე ჩამოყალიბდით და ამაზე არ მოწონთ აბსოლუტურად არარაციონალური არ მოგწონთ არ ერთობა არ მოგწონთ ამაზე არ მოგწონთ აბსოლუტურად არარაციონალურია მით უფრო მაშინ ნაციონალურ მოძრაობაზე ვილაპარაკოთ არა მით უფრო როდესაც სიამოვნებით ეკა მით უფრო როდესაც რა პრინციპით ირჩევა ხუთი პოლიტიკური პარტია პირდაპირ გეუბნები აი სამი პოლიტიკური პარტია ხომ არის ეკა სამი პოლიტიკური ირჩევა რომ ისინი თანხმდებიან თავარ ღირებულებებს და ჩვენ ვერ თანხმდები თქვენთან ერთად თუნდაც ჩვენ ვერ თანხმდები სტრატეგიაზე უნდა ჩამოყალიბდეთ ეკა თქვენც თუ მე ილაპარაკეთ და ჩამოყალიბდეთ ვიგიშლით საუბრის პრობლემა მაგრამ დღეს მე რაც გავიგე გუში რაც გავიგე საზოგადოება რაც გავიგე თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე უნდა ჩამოყალიბდეთ პრაიმერისში მონაწილეობა მივიღოთ სადაც ნუ ნაციონალურ მოძრაობას უბრალოდ არანაირი კონკურენტი არ ეყოლება პირდაპირ გეუბნებით და თუ არ ეყოლება კონკურენტი თუმეტეს დაამტკიცეთ შედეგზე ორიენტირებული ხომ დავიყოთ და ამტკიცეთ მოიპოვეთ ხელახლა ლეგიტიმაცია მაშინ ილუზორული ოპტიკა პარტიებს შორის ილუზორული ოპტიკა უნდა შევქმნათ რაღაცა ტიპის არჩევნებში შევდივართ სადაც სხვებს ვეუბნებით უარს და პირდაპირ გეუბნებით ეს იგივე მედია სივრცეში ეკა უცხოელად მიპასუხეთ როდესაც აი რომც დავთანხმდე მე ახლა და სამნიარად ჯერთიც წარმატებებს უსურვოთ სამი პარტიის გაერთიანება და ჯერთ ისინიც არ საუბრობენ გაერთიანებაზე და ისინი ამბობენ თუ ჩვენ სამი ვიქნებით არ გვინდა ესეთ გაერთიანება ჩემის აზრით ერთ-ერთი ხო ერთ-ერთს უთქვამთ აქ არ უთქვამთ ხა პირადად თქვენ გითხრათ არა რასაც ვლაპარაკობ სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანება ჩემთვის არის მოვლენა ეკა მოვლენაა და მხოლოდ წარმატებებს უსურვებს სამი პოლიტიკური პარტიის გაერთიანება მაგრამ თანამშრომლობა როგორც
ამ საპოლიტიკურ პარტიასთან ასევე ველოსთან ასევე ნაციონალ სხვადასხვა არც პრაიმერში მონაწილეობის მიღება არ გინდათ. პრაიმერის რის თაობაზე ეკა? რის თაობაზე, ლიდერის გამოკვეთის თაობაზე, თქვენი ხედვების გაცნობის თაობაზე. მეც გკითხავთ დღეს იმას, აი თქვენი იდენტობა რა არის, მაგრამ ცოტა გვიან, ოდნავ გვიან. არა, ეკა არ მასრულებდი. არა, როგორ არ გასრულებდი? თქვენ უწველად გჯერათ ეკა, იმიტომ რომ ეხა შარშან და შარშათი თუ თქვენ სიტუაციური ერთობა მელიას არა გაქვთ კონკურენტი, არა ყავთ კონკურენტი. მე კი არა ნაციონალურ მოძრაობას პრაიმერში. თქვენ როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერს არა ყავთ კონკურენტი, მაშინ რა პრობლემა? ხელახლა მიიღეთ ლეგიტიმაცია თქვენი ოპოზიციური ამომრჩევლისგან. ვის ჩვენ ნაციონალურ მოძრაობა? არა, თქვენ როგორც ლიდერმა, თქვენთვის ხო გაცოცხლება იქნება, ახალი ბიძგი იქნება, ახალი ლეგიტიმაცია იქნება. ამ რეჟიმის წინააღმდეგ პროცესის სწორად წარმოება. და შედეგზე კი ბატონო, კარგი, გასაგებია ერთობაზე პრაიმერისზე თქვენი მოსაზრება გასაგებია. ეხლა სწორნაბიჯზე ვილაპარაკოთ. მოდით ვნახოთ 6 სექტემბერს თქვენ რა განცხადება გააკეთეთ. კი ბატონო. თუ შეიძლება ნიკა მელიას განცხადება 6 სექტემბერს. 30 წლის წინ საქართველოს თავი დააღწია დიდი ბრძოლის შედეგად იმპერიულ წიაღს და განაგრძო სვლა ევროპისკენ. სამწუხაროდ დღეს ეს სვლა არის ტერმინირებული თავიდან ბოლომდე და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველაზე ახლოს ვართ ევროპულ პერსპექტივებთან. დასაკარგი დრო ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს. ეს უნიკალური შესაძლებლობის პანჯარა შეიძლება ძალიან მალე დაიხუროს და ამაში დამნაშავენი ვიქნებით ყველანი, თითოეული ჩვენგანი. სწორედ ამიტომ შექმნილი უმძიმესი კრიზისის განსამუხტად, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ჩვენი ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი, მოქმედება, აქტივობა იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად, ამ ისტორიული ამოცანის შესასრულებლად. და რა არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა? პირველი, მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. მეორე, უწყვეტი ურთიერთობა ჩვენს მოქალაქეებთან. ვესაუბრებით ყველგან, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებსა და სკვერებში ევროპული არჩევანის დაცვისა და ვადამდელი არჩევნების აუცილებლობაზე. მოქალაქეებს წარუდგენთ ხედვებს რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას უახლოეს თვეებში ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად. როგორ ქვეყანას ავაშენებთ ცვლილებების შემდეგ. მდიდარი სახელმწიფო, წარმატებული ადამიანებით, სადაც გამორიცხული იქნება ძალაუფლება აღმოჩნდეს ერთი ჯგუფის ხელში. თავდადებით და შემართებით უნდა გავაჩინოთ გამარჯვების რწმენა. გავაძლიეროთ ნდობა და გავააქტიუროთ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე. მესამე, უცხოელ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაცია და აშკარაა, რომ ჩვენი მეგობრები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, რომ რუსული ოცნების პირობებში საქართველოს გადაუხვია დასავლურ გზას და რუსული ორიენტირი აირჩია საბოლოოდ. ვაღიაროთ ასეთი განწყობა მათი მხრიდან არ იყო არც 2020, არც 2021 წლებში. ამ მოძრაობის შედეგად ფართო საზოგადოებრივი ჩართულობითა და საერთაშორისო ზეწოლის გენერირებით, პოლიტიკური აქტივობების და პროტესტის მზარდი მასშტაბებით, ინტენსივობით და მუხტით უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. განსხვავებით წინა წლებისგან დღეს არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდეს. ხო, და ამდენი დრო რო გვესაუბრებოდით თავიდან. კარგი გამოსვლა იყო ძალიან და სწორ დროს სწორი გამოსვლა იყო. ოღონდ მაშინ არ ვიცი თქვენ ეს ვადამდელი არჩევნების იდეა შეთანხმებული ქონდათ თუ არა ვინმესთან. ვინმესთან რას გულისხმობთ? ოპოზიციური პარტიების სხვა ლიდერებთან, ხო? ისეთი თემა ქონდათ მას შეთანხმებული. მოკლედ მითხარით, იმიტომ რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული ხედვა
რომელიც ძალაში რჩება და დარჩება განსხვავებით იმ საკითხისგან, რაზეც საუბრობდით 5 წუთის განმავლობაში და არ დამასრულებთ პრაქტიკულად არც ერთი აზრი. ჩემი თქმა უნდა მიგებია, რომ აზრი დავასრულოთ, გასაგები რომ იყოს საზოგადოებრივი. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას არ აქვს უხუნება, რომ უარი თქვა ვადამდელ არჩევნებზე. მათ შორის სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლისგან მოვისმინე ვადამდელი არჩევნების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, ხო? ძალიან გასაკვირი იყო ჩემთვის, მაგრამ ეს არ ცვლის პარტია ნაციონალური მოძრაობის გეგმას. კი, თუ თქვენ ახლა ვერ ხედავთ იმ პროცესს თბილისის ქუჩებში, სხვა ქალაქების ქუჩებში, რომელიც გინდა დავინახოთ, ეს არ არის ათასობით ადამიანის ღელვარება, ეს იმას ანიშნავს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს. მოდი ვიმყვეთ, ხო, რა არის ჩვენი სტრატეგიული კითხვები, ხო უნდა დავსვა. პირველი მრავალფეროვანი პოლიტიკური, ჯერ ამბობთ, რომ დასაკარგი დრო არ აქვს. ლაპარაკობთ, რომ გავიდა 2 თვე. პირველი მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტივობები და სხვადასხვა სახისა და ფორმის საპროტესტო ღონისძიებები ვადამდელი არჩევნების მისაღწევად. დამისახელეთ 1 ან 2 სხვადასხვა სახის და ფორმის საპროტესტო ღონისძიება, რომელიც 2 თვის განმავლობაში ჩვენ გვინახავს. ერთი წუთი, დიდი მადლობა. მე ამას არა, დამასრულებით ეხლა გეხვეწებით, ეხლა ჩემზე მესაუბრე, შეიძლება, იმიტომ საბჭოო შეიძლება წინასწარი გააწყობა გქონდეს ჩამოყალიბებული 3 გადაცემა. გისმინეთ, ეხლა უნდა მომცეთ შესაძლებლობა ყველა კითხვაზე გაცეთ პასუხი. საუბრობდი სხვა ბრძანეთ და დაგჭათ ყალბი წარმოდგენა იმას დაკავშირებით, რაც თქვი, თითქოს ნაციონალური მოძრაობა არის უარზე იმის თაობაზე, რასაც საფუძველს უყრის წლების განმავლობაში, ანუ თანამშრომლობა. კიდე მაშინ მოგცემ საშუალებას. თარიღი, რიგით კალენდარული რომელიმე თვე, ან სადაც ჩვენ შეგვეძლო წინასწარმეტყველება, რომ აი ამ კონკრეტულ დღეს დასრულდება ბიძინევანიშვილის, ასე ვთქვათ, ეს მესამე ვადით პარლამენტში ყოფნა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა. მიმართულებით ბევრი მუშაობა ხორციელდება, ეკა პოლიტიკა არ არის მხოლოდ საჯარო აქტივობა, მაგრამ ის რა მოხდება შეიძლება ნოემბერში ან თუნდაც უახლოეს კიდე პერიოდში ხო არ გამორიცხავს ამ სტრატეგიული გეგმის წარდგენისას შინაარს, ხო? რატო გონი? კი, ეკა თუ თქვენ გინდა ციხაზე გამომეკიდო და მითხარ როგორ ეხა 6 სექტემბერს ხოდეს იმას არ ნიშნავს რომ არ იქნება ეკა. ამის შემდეგ გილაპარაკიათ ვადამდელ არჩევნებზე საერთოდ. ვისთან ეკა, ვისთან ბატონი ვაშაძე გამოვიდა და რაღაცა ცრუ დაპირებებს რატო ვაძლევთ საზოგადოებასა და მელაპარაკებით ეხა გავიგე, მაგრამ ვაშაძე რა შუაში თქვენს ამომრჩეველთან გილაპარაკიათ სხვადასხვა საპროტესტო ღონისძიებები მოაწყეთ. კი, ყოველდღიურად სად არის? არ ვაშუქებ მედია. მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, დამასრულებელი ილუზორული ოპტიკა არ მინდა ხვალ ეკა კვესიტაძეს დავანახო ორთაჭალაში ნიკა მელია, ეს რა ვქი, გაშმაგებული 100 თანამებრძოლთან ერთად, რომელიც შედეგზე ორიენტირებულად კი არ მიდის ბრძოლაში, არამედ ივანიშვილის დასამარცხებლად მიდის ბრძოლაში. და ამ ყველაფერს წინ ბევრი სამუშაოები აქვს ჩასაყრელი ეკა. ეხლა თუ თქვენ პრეტენზიის სახით მეკითხებთ კი ამ პრეტენზიას საშუალებაში მივიღებ რომ დღემდე რატო არ ჩაინიშნა ვადამდელი არჩევნები. თუმცა გასაოცარი არის ის რა დამოკიდებულებას მივიღე ნაწილი ოპოზიციური წარმომადგენლებისგან. გავიგე ვიღაცას უნდა 2024 წლამდე მხოლოდ და მხოლოდ ფიქრი და იმის აქეთ არაფერს არც არაუდოს, მაგრამ ახლა ამის უღუნებას ვერავის ვერ მივცეთ, მათ აქვს თავისი ლეგიტიმური სუვერენული უფლება აირჩიონ ის გეგმა და სტრატეგიული რაღაცა მონახაზი შეემუშაონ და ამით იხელმძღვანელობთ ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება ვიაროთ იმ გზით, რომელიც მიგვიგვაჩნია მართებულად. პლუს, როდესაც ყავს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამეზე ვისაუბრეთ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სენსიტიურია, კიდე გამომდინარე რომ მისი ჯანმრთელობა არის ძალიან მძიმე და ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი არის რომ იქნება მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ, ხო? არის სტრატეგიებს შორის თანხმდენაში მოსვლა ამ მოცემულ პერიოდში. ყველაფერზე ხო ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის რომ ეხა ეკა თქვენ ისე საუბრობთ აი ძალიან ხო თუნდაც დამთავრებიო თითქოს ვერ პოლიტიკურ პარტიას იცნობთ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ვისაც არ ვიცი აი ამდენი პოლიტიკური პატიმარი ყოლია. 30000 ნაციონალური მოძრაობის წევრი მარტო პროკურატურაში იცით ეს ბერჯოთ ფულა დაკითხვაზეა ნამყოფი. იმდენი პოლიტიკური პატიმარი მეც კი ყველა სახიდან გვარი ახლა რომ ჩამოთვალო არ ვიცი აი იცნობთ მაგალითად ევზასი უკავეს პოლიტპატიმარი იყო არ იცნობთ ხო? კახა ქეშიკაშოს იცნობთ არ იცნობთ ხო?
არის ადამიანი. ეხა ლევსო რაფავას იცნობთ დღესაც ციხეში იარაღი ჩაუღდეს. პოლიტპატიმარია არ ვიცი ბაჭო თამლიანი უამრავი მაგრამ არასოდეს ამ ხალხს გვერდში დაუდგეს ეს პრეტენზიაც იყო თქვენს მიმართ. დამწუთის გომარებით ლევსო ყავს რაფავა მხოლოდ პოლიტპატიმარი. ბაჭო თამლიანი გაგიგონია თქვენ ბევრი ადამიანი ამირან ჯანაშია ხო ბევრი ადამიანი ის ნიკავ საუბარი თითქოს არა იცით რა რომელიღაცა ეტაპზე ან თავდაწირვა დააკლო ნაციონალურ მოძრაობამ ან თავდადება გითხარით ჩემ და სამწუხაროდ განსაკუთრებით ერთხელ როგორც არასოდეს ახლოს ვიყავით ვადამდელ არჩევნებთან იყო ღალატი და ამ ადამიანთან აღარ ვაპირებდი არის გადაავლეთ რა ხდებოდა როდესაც ციხეში შევედი და რა მოხდა გარეთ სხვადასხვა თქვენს მომიწოდეთ ციხე და გეყოფა ციხეში ყოფნა გამოდიო გარეთ კი მეც მომიწოდეთ არა თითქოს აუცილებლად იმიტომ როცა დღავის დროზე უნდა მოგეწერათ ხელი როცა მიშელი იყო ჩამოსული და მე რაღაცა მოაწერეთ ხელი რაღაცა შეხვედით პარლამენტში ეხლა პარლამენტიდან რაღაცა აღარ გამოდით არა, ეხლა დაამასრულებიოთ, რატო? თქვენი პოსტი, რომელიც მე ციხეში ყოფნისას გაავრცელეთ, იქ შემომიტანეს, გეყოფა ეხლა ჯდომა, მართლა იმ პროპაგანდის იდენტური იყო, ქართული ოცნება რო ავრცელებდა, თითქოს მართლა იქ ჩემით ვიჯექი, გესო? რა გეყოფათ პოსტი თქვენ გაავრცელეთ, მახსოვს, ხო? ეხლა ამოდიო. როგორ ეხლა მე უნდა მოდე რომ 20 ივნისის დანაშაული აღიარე და ამნისტიაზე თანხმობა განაცხადებოდა. ამაზე არც ეხლა განაცხადებია, ეკა. მე რატომ მოაწერეთ ხელი? მე რატომ შეხვედით? შუაში კაცო ფაქტზე გელაპარაკეთ. როცა შევიდა ძაბსუღოთ ბევრი ადამიანი და მე რა აზრი ქონდა გარედარჩენა და მე რა აზრი ქონდა გარედარჩენა. ეკა, როდესაც დაირღვა ბოიკოტი. ბოკერი ამბობდა რომ არ უნდა შევიდეთ და არ შევიდა ბოიკოტი. თუ თქვენი პრინციპული პოზიცია იყო რომ არ უნდა შესულიყავით, ვიღაცებმა გიღალატეს იმით რომ შევიდეთ. ჩვენ არა, მათ შორის თქვენ ეკა, მათ შორის თქვენ ეკა. მათ შორის ჩვენ კი არ გიღალატეს. მოძრაობას უღალატეს. 2021 წლის ეკა ეხლა რაც გაწყოთ, იმის მოსმენა გაღიზიანებთ, რაც არ გაწყოთ. მე არაფერი არ მაგიზიანებს, მე კითხვას გისვავ და ფაქტებს გაგხსენებთ. რაც გაწყობთ უბრალოდ რა მაწყობს? არა, იმიტომ მე ჩემი არგუმენტები მაქვს, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება, ხო? მე კონკრეტულ ფაქტებზე გეუბნებით, რომ თქვენ იმ დროს არ მოაწერეთ ხელი, როდესაც აზრი ქონდა, მაშინ რატომ მოაწერეთ ხელი სხვა დროს? რატო შეხვედით პარლამენტში? როდესაც ვივიღეთ გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებთან ერთად, ჩავატარეთ შესაბამისი კვლევა და მათ შორის მთელი პრაქტიკულად საზოგადოება მოგვიწოდოდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეთ ყოფნას რაღა აზრი აქვს, შევბრძოლეთ, არ იყო ესე? მანამდე ჩაგეტარებინათ კვლევა, როდესაც ჩარმიშელი აქ იმისთვის დაგისვიათ კითხვა, როდესაც ნიკა მელიარო ციხეში იყო პარლამენტში, რატო შეხვედით? ამაზე დაგისვია, როდის თქვენ ნიკა მელიარო ციხეში იყო გამოკეტილი. მათ შორის თუმად ვინც მოდის თქვენთან ეკა? ამ კითხვას რომ მევისმენ, რომ მე ციხიდან რომ გამოხედით და მთელი ოპოზიცია ნახევარი პარლამენტში იყო. შეხვედით, რა არგუმენტი გაქვთ, რა არგუმენტი გაქვთ? რატო შეხვედით პარლამენტში, რა არგუმენტი გაქვთ? დაგისვამთ კითხვა, ნიკა რო ციხეში იყო პარლამენტში, რატო შევიდა? იმათ, ვინც შევიდა პარლამენტში. რომ დასავლელი პარტნიორები მათგან ამას მოითხოვდნენ. და მე რესტორია? თქვენ რატო შეხვედით? და აზრს ხედავდით რაციონალურს? თქვენ რატო შეხვედით? რაციონალურს? თქვენთან ერთად დავდარიყო თერი დეპუტაცია და გადაცემა წაიყვანა? და არ უნდა შევსულიყავით ჩვენ იმის შემდეგ, როდესაც ბრძოლის ერთი პლატფორმა და რა იქნება ბოიკოტი დარღვეული თუ ფიქრობდით და თუ ასე ფიქრობთ რომ ვინ შევიდა მოღალატე იყო თქვენ რატო შეხვედით? არა, ეხლა თქვენ სპეკულირებთ, ბოდიში, ეკა სპეკულირებთ იმ სიტყვებით, ვინ შევიდა მოღალატე, არავისზე არ მithქვამს ეს ერთი. აბა რა თქვით? ეხლა თქვით რომ კონკრეტული ადამიანი ვის მოკლა მუხტი და იქ იყო ამისი მოღალატეობრივი საქციელი იყო. ფორვარდები ყავდა ამ პროცესში. ხომ არა ეს არ ნიშნავს რომ ვინ შევიდა ის მოღალატე ეკა მოღალატეობრივ საქციელს ვინც აკეთებს ის იმას რა დავარქვით? ეკა შეგიძლიათ გულწრფელად თქვენ რა მუცლის გვერმა გააქვთ? პირდაპირ გეუბნებით თქვენ ისე თქვენ წინა გადაცემაში მელია უნდა მობრძანდეს ეხა ემბაში საკალათო საპერაციო სასამართლოში თქვენს ნიკა გვარამიას და რა იცით რატო და ეს იყო შევეჯიბროთ ნიკა გვარამიას სიყვარულში და რამდენი სასამართლო ჩატარდა? ყველა სასამართლო იყო სულ ხო ყველა სასამართლოზე ვიყავით არც ერთი ეს იმას ნიშნავს რომ მე ნიკა გვარამიას პატიმრობა ნაკლებად ვაწუხებს ვიდრე თქვენ ამიტომ
გეტყობა თუ წინასწარი განწყობა გაქვს საუბრობ პრაიმერიზე საუბრობ ნაციონალურ მოძრაობაზე თითქოს ყველაზე ძვირფასი არ დადო ნაციონალურ მოძრაობამ ამ წლების განმავლობაში მშობლები დაიღუპათ სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეწირეს მშობლებთან ერთად ბრძოლაში მივდივართ და წავსულვართ და ვაპირებთ წავსულს და ეხლა თუ კი თქვენი ნომერ პირველი პრეტენზია ის არის რომ გაურკვეველ წინადადებაზე არ მიყვებით მინდა მიგვაჩნია არარაციონალურად ეს ნაბიჯი გადავდგა და ამით 70% ოპოზიციური სპექტრი მოუკვეთოთ და მათთან კონფრონტაციაში შევიდეთ, რაზეც თქვენც იდარდებთ. ეს თუ ორი პრობლემა კი ბატონო მაშინ შევთავაზეთ. მოდი, რატო შეხვედრით პარლამენტში და იმ კითხვას არა დაგისვამთ ერთხელ მაინც? პირდაპირ გეუბნებთ. დაანებეთ ნიკო მელიას თავი ერთი წუთით. აი ადამიანი რომელმაც თქვენი ხარდაჭერითაც სრულ მეგობრებთან ერთად და კოლეგებთან ერთად იმიტომ რომ მე მისმევ კითხვას ნაციონალური მოძრაობა რატო შევიდა პარლამენტში როცა კითხვა არ დაგჩენიათ რისთვისაც ვიბრძოდით დავეცი გამოგუკეტეს ციხეში და იქ ყოფი ადამიანი ტელევიზორს უცქერდი და ხედავდი როგორ ართმევენ ხაბატონ სალომეზურაბიშვი ხელს ვინმესთვის დაგისვამთ ეს კითხვა არ დასვამდეთ იმიტომ რომ თქვენ ახლა განცხადებას ამცელებდით მელია გამოდით ციხიდანო და ახლა ბუნებრივია ამ კითხვაზე პასუხი ვიცი ნაციონალური მოძრაობა დარწმუნებულია გამარჯვებაში და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში ეს წერილი მოგწერეთ ციხეში მოგწერე Facebook პოსტი იყო ეგ არა ეს წერილი მოგწერეთ ციხეში Facebook პოსტი იყო მადლობა ხო ეს წერილი მოგწერეთ Facebook პოსტი იყო ეგა კარგი იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვიყავი, როცა შარლ მიშელი აქ ჩამოვიდა, ევროკავშირის ყველაზე მთავარი თანამდებობის შეიძლება ვერ გააკეთეთ ეს. მე გავაკეთე 20 ივნისის პარტია ნაციონალურ მოძრაობამ? არა, ეხლა თქვენ თქვით რომ 20 ივნისის დანაშაული აღიარეთ. არა, მე თქვენ შეხვედრით პარლამენტში. 20 ივნისის დანაშაული მეღიარებინა, გამოსულიყავი და თუნდაც საპატივცემულო ბატონ შალმიშას ხელი ჩამომერთვა და ვერ ჩამოვართვებთ, იმიტომ რომ უნდა მეღიარებინა ისე. ვის ჩამოვართვებთ? შალმიშას ხელი არ ჩამოგირთვევიათ ბრიუსელში? მე კიდეც არ შევხვდი რომ შალმიშას და მოხარული ვიქნები. ხო, მაგრამ ახლა ხვალდაზე როდესაც შევხვდები და სხვათა შორის გვაქვს ვიზიტი უახლოეს პერიოდში ბრიუსელში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, კიევში და პოლონეთში, მაგრამ ეხლა არა სიმართლე ხო გიყვართ მე ძალიან მე მიყვარს სტრუქტურიზებული გადაცემა, როდესაც ჩემ მაყურებელმა იცის სიმართლის მოხევა ეს ფაზე. როცა მაყურებელმა იცის რაზე ვსაუბრობ და ძალიან მინდა რომ ფორმატი მივცეთ ამ საუბარს. არა, ეხა. მოდი შევაჯამოთ, ერთი წამით, ნიკა, ერთი წამით გავაგებინოთ მაყურებელს, რისთვის ჩვენ ხო ერთმანეთს არ ვკამათობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ რომ მაყურებელმა გაიგოს. როგორ უნდა გავიგოთ ჩემო პასუხი გაიგოს. ჩემო კარგო. მოდი თქვენ მითხარით. თქვენ გადაჭრით საუბრობთ ჩემთან, აი ხა ინტერაქცია გვაქვს პირდაპირ ეთერში და მე მეუბნებით, ანუ ნაციონალურ მოძრაობას, რომ უარს ვაცხადებთ თანამშრომლობაზე, კი არა, ვაცხადებთ უარს. როგორ ვაცხადებთ, ეხლა პირიქით ხელს უწყობთ, რომ ეს გაერთიანება არა, თანამშრომლობა იყოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან. ოღონდ სისულელე, რომელიც არის ჩემთვის სისულელე, პრაიმერისი, სადაც თურმე 1000 დელეგატი უნდა მოიყვანოს ერთმა პარტიამ და ნაციონალურ მოძრაობამაც 1000 და არა თუნდაც 100,000 და ასე გავიგდეს ვიღაცა ფონდს. ეს თქვით რომ არ თახტებით ამ იდეას, რა ვთქვი სხვა? ეს არის უბრალოდ განწირული ერთი მარცხისთვის ასხავს წისქვილზე წყალს რეჟიმის და ამისი მაგალითი არსებობს შარშანდელი და შარშაბწიძე ეს რომ გდომოდა რაიმერი ჩავატარებდით და თბილისში, ქუთაისშიც, რუსთავშიც, თელავშიც ყველგან იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გაგიხარდებოდათ ეს ერთობა პანერად ვერ ხორდებოდა თუ გაძლევთ ამორჩეველი ხმას რატო არ გაგვიხარდებოდა თქვენ ეხლა თქვენ ფიქრობთ ერთი წამით ჩვენ ზურაგიჩი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, რენე ხოშტარია და ასე 4 ჩავატარეთ პრაიმერის და სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ შევიმჩნევთ. რატოა მასინი არ ამბობენ რომ არ შევიმჩნევთ. ამბობს რომ ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. მათ შორის არ ვესაუბრებით. რა იცით რომ არ იცით რომ არ ესაუბრებია. როგორ რაც ვინ ესაუბრება? ვის მაგალითად ნიკა, გასაგებია. პარტია ნაციონალურ მოძრაობის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ვინც დააფიქსირა შარშან, იმის შემდეგ შედეგი საუკეთესო მაჩვენებელი არც ერთი და კიდევ სხვები არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. გასაგებია, გასაგები ის არის ეკა რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გვინდა და არა ეშელონში ჩაყენება ვიღაცეების რომ პარლამენტში შევიყვანოთ. პირდაპირ გეუბნებით, იმიტომ ნაციონალურ მოძრაობის პრობლემა არის ხმების განმავლობაში. შეიძლება სხვა თემაზე გადავიდეთ. ხმების დაცვა. ხმების დაცვა.
თემაზე ლაპარაკობ. ნაციონალური 45 კი არა 4 კვირა არის ამაზე მელაპარაკებით აი ამ გავიგე პასუხი. არ გინდა არც პრაიმერიში გინდა და არც ერთობა გინდა. თანამშრომლობა გინდა. გონივრულია პრაიმერიში თქვენ მე ხო არ გეკითხებით რატომ არ გინდათ მე მაინტერესებს გინდათ თუ არა მივიღე პასუხი რომ არ გინდათ გადავედით სხვა თემაზე გასაგებია ჩათვალოთ მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა თქვენი არგუმენტები მისთვის არის თუ არა გონივრული ხო მე უბრალოდ თქვენ პოზიცია გამოგახატეთ რაც არ უნდა თქვა ჯერ ერთიც როდესაც თან ერთობაზე საუბრო არადა თანამშრომლობაზე უნდა საუბრო თან ვიცო პარტიული ტექსტები შეგენჩნევა და გზავნილებში რომ თითქოს ერთობაზე ერთი ხელით ვილაპარაკო და მეორე ხელით აი რაღაცა ნაციონალურ მოძრაობას ჩირკი მოწყო ასე თანამშრომლობას კი არ შედგება ნაციონალურ მოძრაობას წლების განმავლობაში დაუბრუნდა სამწუხარო გამოცდილება ხმების დაცვის გარდა გამოსულებეთ ესას ხმების დაცვის გარდა ისე ხდება რომ ხმებიც რო დავიცვათ მანდატებიც დასაცავი აღარ უნდა გაგვიჩნდეს 2016 წელი 2020 წელი ორი საპარლამენტო არჩევნები 12 წლიდან შევდიოდით ბევრნით შევჩებოდით ცოტანი ხო აღარ უნდა მივიღოთ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება დღეს ეს შემოთავაზება გავს პროექტს რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ დიდ ნაციონალური მოძრაობის ეშელონში ჩადგომას რომ სადღაცა მიხვიდე და ჩვენ სადღაც მისვლა კი არ გვინდა ჩვენ გვინდა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ამის შემდეგ მანამდე სწორი სტრატეგიის შემუშავება და ამის შემდეგ ყველა პარტიამ გაიძლიერო საკუთარი თავი და პროპორციული იმ არჩევნების ფორმატში იასპარეზო. რისთვის ვიბრძოდით აბა პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად? ეკა, რისთვის ვიბრძოდით? გავიგეთ. აღარ გაიგეთ ეკა და ეხლა კი ბატონო მეუნებთ გადავიდეთ მე შემდეგ საკითხზე. გავიგეთ. გადავიდეთ. ბადლობა გასაგებია. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თქვენ თვით რომ პარტიას აძლიერებთ, ხო? მაშინ დავიწყო. ესე იგი თუ შეცდომას, ესე იგი ამ რაღაც ერთობაში მონაწილეობა არ გსურთ, თანამშრომლობა გსურთ ყველა პარტიას და ერთი წამი აღარ გავაგრძელოთ, თუ არ მგონია არასწორად გამეგოს და ფიქრობთ რომ ყველამ თავისი პარტია უნდა გააძლიეროს ამ ეტაპზე, ხო? იმ სტრატეგიას უნდა მივყვეთ, სადაც იქნება მოპოვებული საარჩევნო თავისუფალი გარემო ევროპული მისწრაფებები იქნება ხორჩესმული პოლიტპატიმრები იქნება გათავისუფლებული და ამის შემდეგ ყველა პარტიამ უნდა რა ხდება პარტია კი ბატონო გადავედით პარტიას ეხლა თქვენ თქვით რომ პარტიის სტრატეგიული გეგმა იქნებოდა 6 სექტემბერს გამოაცხადეთ, რომ აი ეს აქტივობები, სხვადასხვა სახის ფორმის საპროტესტო ღონისძიებები, მოკლედ მითხარით, გამოგივიდათ ამ 2 თვის განმავლობაში? ეკა, ამაზე ხო ვისაუბრეთ 3 წუთი ეხლა. 3 წუთი, იმაზე 40 წუთი ლაპარაკეთ. ვიღები პრეტენზიას, რომ დღეს არ არის ადამიანები არჩევნები მოპოვებული. საფუძვლიანია თქვენი პრეტენზია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გეგმა არის განზე გადადებული. კი ბატონო, კარგით. რატო ვერ მოახერხეთ? საპროტესტო ღონისძიებები ვერ მოახერხეთ. ეს უნდა მათქვევიო და ძალიან. კი, რატო ვერ მოახერხეთ? თქვენთან, ახლა რაც უნდა თქვოთ, არ დავასახელებ. იცით? არიან ადამიანები, არ დავასახელებ, მინდა უბრალოდ გამგები გაიგებს. მაგრამ მისთვის კი არ ვსაუბრობ საზოგადოებისთვის. ჩვენ ვინ ყავს მოწინააღმდეგე ხომ ვიცით რატო ვეჯიბრებით იმაში რომ წინა თვეს ან იმის წინა თვეს რატო ვერ დაამარცხე ბეძინა ივანიშვილი ეს ხო არ არის ჩვენი ამოცანა ვახორციელებთ ეკა მინუს ის რაც თქვენ როგორც ჩანს ყველაზე მეტად გაინტერესებთ რომ რატო არ დგას რუსთავაზე მრავალი ათასი ადამიანი მნიშვნელოვანია მაგრამ რუსთავაზე მრავალი ათასი ადამიანი დგომი არ არის ცალკე აღებული სტრატეგია შეიძლება იყოს სტრატეგიის ნაწილი სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება ხო ეხლა იცით არანაკლებ ვიდრე მე დაწყებული უცხოელებთან მუშაობით არ მარტივი ამბავია მაგალითად ხატია დეკანოვიძეს ძალისხმევით რაც მოხდა ევროსაბჭოში და რეზოლუცია გამოიცა ხო ეხლა პარლამენტში ვარ ყოფილიყავით ახლა მე არ ვარ იქ ჩავაყენეთ ჩემი მეგობრები კოლეგები უხერხემლო მდგომარეობაში როდესაც მე დავტოვე და ახსენებით რომ არჩევნებში შევდივარ და მე მივხედავ გარე აქტიობებს და თქვენ იყავით იბრძოლეთი და ხატია რო არ ყოფილიყო საქციელი რატო იყო პარლამენტში იმიტომ რომ ბოიკოტი იყო ეკა საპარლამენტო თქვენ დეკვალიფიკაციას გაგიცდიათ ამ ჩემს საყოფნაში აქ და ბოიკოტი რა ბოიკოტი საპარლამენტო ბოიკოტი იყო ბადამდელი არჩევნებისკენ მოძრაობით და თქვა რომ სარგებელი აქვს პარლამენტში ყოფნას და სწორედ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ სარგებელი განსხვავება არ არის იმის
შორის რაც მე ვთქვი, როდესაც ვადამდელი არჩევნები ძალიან ახლოს იყო, იმიტომ რომ უპრეცედენტო ბოიკოტი იყო პოლიტიკური და მათ შორის რაც 90% პარლამენტში იყო და ნაციონალურ მოძრაობა ყოფილიყო გარე. კარგით, ეხლა მითხარით, თუ არ იქნებოდა ეს, ვერ მოხერხდა. ხატია დეკანოვიძე ჩავიდოდა ახალი მოწვევის პარლამენტარი და კარგი, ნიკა, ეხლა ისე ნუ ამბობთ, რომ მართლა ის იყო ადამდელი არჩევნების ერთი ხელის გაწვდენაზე იყო. სად 2021-ში არ გახსოვთ რა გამოგარემოება იყო, არ გახსოვთ 2021 წლამდე თქვენ გონიათ ნაკლები პრეტენზია ქონდა იგივე ნიკა გვარამიას, როდესაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები ყავდათ და ეუბნებოდა რომ საცივიდან თავი როდის უნდა ამოიღოთ, მახსოვს ეს იყო 2021 წლის დასაწყისში და ამაზე ბევრი ვისაუბრია მე შემდეგში ნიკასთან, მაგრამ ორ თვეში რა მოხდა? ორ თვეში რა მოხდა? უპერსპექტივო რეალობა, პერსპექტიურ რეალობად გადაიქცა. ასე იქნება ახლა. არა, მე თქვენ ჩვენ დავიწყეთ იმაზე საუბრით, რომ ვიღაცამ შეგიშალოთ, არაფერი არ დაგვითმია. შეგიშალოთ პოლიტიკური აქტივობების მოწყობაში. ეხლა ეს არ დაიწყეთ, რომ არ დავასახელებო, მაგრამ მე როგორ არ დამასრულებიეთ აზრი. არიან ადამიანები თქვენ ესეთში მოდიან, ხალხს გაიკეთები პატივისცემა მათ. თქვენი პარტიის წევრები ლაპარაკობენ. არ დავასრულეთ, შევ 2020 წლამდე აქტიურ პოლიტიკაში იყვნენ. აქტიურ პოლიტიკაში. პოლიტიკოსები იყვნენ. წავიდნენ ისე რომ ბიზნესად ჯერ კიდევ ჩვენ ცხელი კარტოფილის სახით ხელში გვაქვს. მანამდე ხელისუფლებაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციიდან მოუგო ბიზნეს ევანიშვილმა. ახლა ძალიან საინტერესო პროფესიას არიან დაუფლებულები და ექსპერტები და გვაკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის ახალ თაობას ნაციონალური მოძრაობის. ვინ არის ახალი თაობა? მათ შორის ახალი თაობა ნაციონალური მოძრაობის, ვინც შემოუერთდა 2012 წლიდან და ვინც დაგვხვდა ნაციონალურ მოძრაობაში ბირთვი, ხო ხა რა, მეც 2012 წლიდან მოვედი და ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა 2012 წლიდან, რატო გაიკვირვეთ ეკა. მაგრამ ვიღო ეს პრეტენზია, უბრალოდ ეხა მე რო ხვალ წავიდე სახლში პოლიტიკიდან, თქვენ დაგიტოვოთ ბიძინა ემონიშვილი, მიშა სააკაშვილი პატიმრობაში, ნიკა გვარამია პატიმრობაში, ორ თვეში გამოუცხადეთ თქვენთან და ვაკრიტიკო ოპოზიცია. ეს ხო ჩემი თვეს ეს იყო მორალური დაცემის მაგალითი. ამიტომ მიკვირს ჩვენ არ გვაქვს ერთი ხელით და რიტორიკით თაც აღარ ვსაუბრობთ ერთობაზე. რიტორიკით არ ვსაუბრობთ ერთობაზე. პოლიტიკურ იდეურ ერთობას არაფერი წინ არ უდგას, მაგრამ თქვენ მესაუბრებით ტექნიკურ ერთობაზე. ტექნიკური ერთობა არაფერში ამჭირდება. იდეური და პოლიტიკური ერთობა კი ბატონო, ეს მნიშვნელოვანია, გაგვიკეთებია. ხო გაამართლა ადგილობრივი არჩევნები. ხო, მაგრამ ნახეთ როგორ გაამართლა. როდესაც ჩვენ დავსხედით როგორ დასული ადამიანები და ჯენტლმენულად, კოლეგიალურად ჩვენ ფართო ჟესტი გავუკეთეთ ოპოზიციას. ხვალინად არ იქნება. იმიტომ რომ ის კონცეფცია რაღაც დოკუმენტი რო გავცელდა დღეს წარმოუდგენელი რაღაც არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს. უბრალოდ მიზანს არ ემსახურება მესამეჯერ ვიმეორებ, თორე თანამშრომლობა როგორი უნდა გვიჩვენებია და ვაჩვენებ. უბრალოდ ჩემი თხოვნა დავტოვებ თქვენთან ამ სიტყვას. თქვენთან რომ მოვლენ სტუმრად. იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვინც ხელისუფლებაში იყო და სამწუხაროდ, ეხლა მას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციიდან მოუგო. მე 2020 წლამდე აქტიურ პოლიტიკაში იყო, დაიღალა, წავიდა. მე რატომ ისე თქვენ თვითონ დაიღალა ვისთან დავდეთ დებატებში? ვინც იმას აკრიტიკებს ნაციონალურ მოძრაობა მიშა სააკაშვილისთვის არაფერს არ აკეთებს და 2020 წელს წავიდა ემინა პოლიტიკიდან. ნიკა, ეს არ არის ჩემი სახელი. ორი ზნეობრივი საქციელი და აქ იკითხება ყველა თითქმის ადამიანი, ვინც თქვენთან მოდის. კი არა, წყინს პროცესს წყინს. მე რა მწყინს, მე არაფერი არ მწყინს. მე არაფერი არ გამიკვირდება. უნდა ვდივართ მეთქი, თემებით საინტერესოა. ეკა პროცესს ავნებს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, გულწრფელად აქ ვარ, აქ თანხდებით, ბევრი დასაკარგი დრო არ გვაქვს. თქვენ გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, მაგრამ თან ერთი ხე. ნიკა, ეს ორი თვე დაკარგეთ თუ არა? არა, არ დაკარგია. დღესაც დაახლოებით 50,000-მდე ადამიანს ვესაუბრეთ ჩვენ პარტიის წარმოადგენლებს. ის აზრით აქვს საუბრობთ. თუნდაც რა უნდა მოვიმოქმედოთ პარტიამ იმ შემთხვევაში თუ ნაციონალური მოძრაობა ჩადგება მდგომარეობაში და მიხეილ სააკაშვილს არ გადაუვადებენ სასჯელს. ბევრი სხვადასხვა საკითხია. ნაციონალურ მოძრაობაში პირველი სართულიდან მესამე სართულამდე რო ახვიდე 30 ადამიანი მარტო გზაში შეხვდება. ხო შეგიძლიათ ცოტა ხან ერთი წამით დავსვავ კითხვას. მე ვარ
ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი. ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, ხო? აი ჩავთვალოთ, რომ გულმხურვალი ამომრჩეველი, რომელმაც გაიარა ყველაფერი მძიმე პერიოდი, რეპრესიების და ასე შემდეგ. უყურებ ჩემი პარტიის ლიდერს, რომელიც კიდე ეხა იცით რატო ამბობ, ამას კი არ გადავეკიდე, მაგრამ შვენიერი ტექსტი იყო და გეგმა იყო, რომელიც 6 სექტემბერს პრობლემა დაგინახავთ კი, დამინახავს, იმიტომ რომ ორი მე რაზეც კითხვები მაქვს, ორი არა, ზანდებით, ეხა ჩვენ ყველაფერთან ერთად, ჩვენ იმ ტიპის აქტივობებს გავასრულებ, ეხა გეხვეწები რა. აი, ეხა თქვით რომ ერთი წამით მე უნდა დავასრულო, რომ წარუდგენთ ხედვებს, როგორ ქვეყანას ავაშენებთ. კი ბატონო. კარგით, არ გამოგივიდათ პოლიტიკური აქტივობები, საპროტესტო ღონისძიებები, ქალაქებსა და სკვერებში თუ სოფლებში თუ რაღაცა შეხვედრები, არ ვიცი, თქვა ვისხლებით ყოველ შემთხვევაში მასშტაბური შეხვედრების ჩვენ არ დაგვინახავს კადრები, თუ ხდები. უახლოეს პერიოდში დაინახოთ, ეკა, ერთმანეთს რო შეხვდებით, მე ხო არ უნდა მოგიშაი და ხო არ უნდა გითხრა, ეკა. აი რატო? პრესასამური ყავთ, რომელიც თუ ხდებით ვინმეს გადაიღეთ ფოტოები, ფოტოები, სურათები, კადრები, შეხვედრები და გვაჩვენეთ. ეკა, მაინც იმაზე ვარ, თავი და ბოლომდე წინასწარ გაწყობილი ხარ დაჟბენ. არაფერ, რატო უნდა ვიყო გაწყობილი? სულად ადამიანის მიმართ, რომელსაც ციხეში წერილებს უგზავნიდი. წარუდგენთ ხედვებს, რომელსაც ეხლა ხო წერილებს მე ეხლა როცა ვლაპარაკობთ ამ წერილზე. წარუდგენთ ხედვებს, როგორც ქვეყანას ავაშენებთ. აი ერთი ხედვა, საჯაროდ ხო, ხედვას წარუდგენთ. აი რამე დოკუმენტი დაგიწერიათ თქვენ ნიკა მელიას, როგორ ხედავთ? ეხლა ის რომ ივან უნდა მოვაშოროთ ოლიგარქი გასაგებია, მაგრამ აი როგორ წარმოგიდგენიათ მაგალითად როგორ უნდა იმუშაოს სასამართლო სისტემამ, როგორ უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ის კი არა რომ უნდა გათავისუფლდეს, როგორ აი ეს აი ხედვები ორი წლის განმავლობაში დაწერილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით თუ არის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ოპოზიციურ პარტიებთან, ამასთან დაკავშირებითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დავანახოთ საზოგადოებას კონკრეტულად პოსტ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს როგორი იქნება, როგორ ხედავს ახალი კოალიციური მთავრობა საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას საკუთარ თავს, როგორ ხედავს შესაძლებელს ახალი ხელისუფლება ქვეყანას დაუბრუნოს საერთაშორისო ფუნქცია, დაიწყოს განხორციელება საგარეო პოლიტიკური როლისა, რომელიც აღარ ხორციელდება. რა უნდა მოხდეს ტრანსკასპიური მაგალითად დერეფნის განვითარების მიმართულებით, რა უნდა მოხდეს ტრანსკასპიური, არ ვიცი, ენერგეტიკული სექტორის განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივი ამაზე საუბარი, როგორ ამდინარეობს, თუნდაც დღევანდელი საუბარი ბრიფინგი, რომელიც ჩავატარე ქვეყანაში, სადაც 270,000 სოციალურად დაუცველი 6 წელიწადში დაემატა, სადაც ნათელია 15 მილიარდი მინიმუმ ეკონომიკას ქართულს დააკლდა, ვინაიდან ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკა კრიტიკასაც ვერ უძლებს. ნაციონალურ მოძრაობაში ყველა მიმართულებით არის დიახაც დამუშავებული, დასამუშავებელი გეგმები, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა. ან გამიგებთ, ეკა, ან ვერ გამიგებთ. როდესაც ყავს მომაკვდავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ამ პარტიის დამფუძნებელი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და უბრალოდ ყოველი დღე ტელეფონის აღების და არის სტრატეგია ამ ეტაპზე, ეკა არ მისმენთ ყურადღებით, რომელიც სტრატეგია იყო დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, მომისმინეთ მიხეილ სააკაშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისეთ სამედიცინო უბრალოდ შესაბამის დაწესებულებაში საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აქ არ ინკურნება სამწუხაროდ, იმდენად არის მისი ჯანმრთელობა მძიმე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს მიმართულებაც და ვცდილობთ, რომ ის რასაც მე საუბრობდი სტრატეგიულ გეგმაზე, მოვიყვანოთ თანხმედრაში თქვი, მაგრამ არ მომისმინეთ. აი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიასთან და ხელის შემშლელი არ აღმოჩნდეთ ამ ეტაპზე. ხვალ და ზეგ ნაციონალური მოძრაობა, არ ვიცი, საპროტესტო აქციები შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს მიხეილ სააკაშვილის ჩვენი სტრატეგიული, ჩვენი სტრატეგიული გეგმა ძალაშია, ვმუშაობთ. და მუშაობა არ არის მხოლოდ ის, რაც ჩანს. რატო ვერ ხედავს ამ მომხდარს? დაინახავს, ეკა, დაინახავს, თქვენს დაინახავს. რუდის, ნიკა? რა გინდა, თქვა გინდა დამინახოთ შედეგის გარეშე განხორციელებული? 22 ხო, თქვენ აქ მესაუბრებოდით 2022 წლის არჩევნებზე, ეხლა 3 კვირა საუბრობთ 2022 წლის არჩევნებზე. თქვენ. ნიკა,
ასაუბროთ მე ვსაუბრობ ვადამდელ არჩევნებზე ხო და რასაკეთებთ ვადამდელი არჩევნებისთვის თქო უცხოელებთან მუშაობა და პარტნიორებთან გითხრათ უახლოეს პერიოდში მივეგზავრებით ბრიუსელში შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრაინაში პოლონეთში დაინახეთ რა შუაშია ვადამდელ არჩევნებთან არ არის შუაში არ არის შუაში თუ აქ მოთხოვნა თუ ხალხმა არ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები ამერიკა მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს შუაში ეგ არ იყავით ასეთი პრიმიტიული კატეგორიები წარმოდგენილი ეხლა გადაცემისას რას ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მე ახლა არ ჩამოთვალე როგორ პრიმიტიულ აზროვნებაზე მელაპარაკები პედიატრია აზროვნებათა კატეგორიები წარმოდგენილი დიახ შენ სტრატეგიულ გეგმაში წარმოვადგინე მთელი რიგი ნაბიჯები კატეგორიები თქვენ მეუბნებით რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს საქართველოში ეკა რატო სპეკულირებთ აბა რას მეუბნებით მე ეს გითხარით ეხლა ეს მითხარით თქვენ აპელირებთ შენ პრიმიტიულად აზროვნებთ ბრიფინგზე სადაც ცხადად ვთქვი, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც უნდა ნაციონალურ მოძრაობა გააქტიურდეს და იმუშაოს, ეს არის საერთაშორისო არენა. და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ. უნდა გააქტიურდეს? აქამდე აქტიურები არ იყავით? არა, ვერ ხედავთ რომ აქტიურია? არა, უნდა გააქტიურდეს თუ აქტიურები ხარ. ეხლა წინასწარი მაპატ მე შეიძლება შტაბეჭილება, რომ თქვენ წარმოდით რაღაცა მხარეს, პირდაპირ გეუბნებით. ვის მხარეს წარმოვიდგენთ? ვის მხარეს არ ვიცი, ვის მხარეს წარმოვიდგენთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ობიექტურ მხარეს არ წარმოვიდგენთ, იმიტომ რომ თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ვიზიტს აფასებთ რაღაცა კნინობითად. ჩემთვის ეს არ არის. კნინობით არ ვახსენე, მე გეუბნებით რომ კონტექსტში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის კონტექსტში რას აკეთებთ მეთქი და თქვენ მეუბნებით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გეგმავთ ვიზიტს რა შუაში არა აზრი გამაწყვეტინდეთ ეკა და იმიტომ და არ გამოგივათ ეხა ეს ჩემთან საუბარში რა აზრი გაგაწყვეტინდეთ გაგზელებული მუშაობა ჩვენს აქტიურ წევრებთან ჩამოუყალიბებელ როგორც პოტენციურ აქტივისტებთან ამორჩევლებთან სხვადასხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს ეკა დიახ, სხვადასხვა ტიპის. ვერ ხედავთ, ვერც მედია ვერ ხედავს, ვერც თქვენი ამორჩეველი ვერ ხედავს. და ყოფილი იქნებოდით? და ვისაც ხედავთ მაშინ? კარგი, ჩვენ წუნდები ვართ. ჩვენ წუნდები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა პოტემკინის სოფლების აშენება, სამჯერ გქონდა არ გვინდა ილუზორიული ოპტიკა დაგანახოთ. ეკა კვესიტაძე დილით ადრე როგორ ჩართავს ტელევიზორს დაინახოს 20 იმ შუაშია რომ თითქოს მოჩვენებითად დაგანახოთ რომ რაღაცა არის პროტესტი. ჩვენ გვინდა შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული იმ შუაში ეკა. მაშინ პოტემკინის ეს პროტესტის საპროტესტო აქციები გითხარით, სოფლები არ შუაშია. სახლები, სოფლები, ეხა ეკა ბატონო. ეხა მოკლედ მაშინ მითხარით, რადგან ორი თვე გავიდა და დავასრულოთ იმით, მოდით ეხა ვისაუბროთ თავარზე. ძალიან მოკლედ ეხა გასაგებია თქვენ პრაქტიკულად ხარ ხარ. პირდაპირ გეუბნებით ჩემ და სამწუხაროდ. ვისი მხარე? არ ვიცი ისი მხარე ხარ, არაობიექტური მხარე გიგავდათ, იმიტომ რომ თქვენ ნიშნი, იმიტომ რომ პირდაპირ გეუბნებით რა. ეხა მე რომ სერიოზულად დავიწყო საუბარი რომ თქვენ ტელეკომპანია ფორმულა და ტევე პირველი რატო არ ერთიანდებით? სერიოზული ვიქნები? რატო არ ერთიანდებით? სერიოზული ხო არ ვიქნები? იმიტომ რომ ამას შეიძლება დასაბუთება ეს უკეთესი იქნება, თუ უარესი იქნება. ამიტომ ასე მარტივად თქვა რომ რატო ერთი ნომრით ერთიანდებით თუ არა? ერთი ნომრით რატო არ ვახდეთ ასპარეზება? იმიტომ რომ მე მესაუბრებიან 2024 წლის არჩევნებზე და დღეს ამაზე საუბარი არის ზედმეტი. კარგი, 2024 წლის არჩევნები არ იქნება. ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს. ზედმეტი მანამდე მთელი რიგი ეტაპები გვაქვს. რას აკეთებთ ვადამდელი არჩევნების თქვის თქო, ეს გეგაკითხა, რა გააკეთეთ ორი თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც არჩევნები გამოაცხადეთ, კარგი, ორი თვე მუშაობდით, მაგრამ როდის დავინახავთ რაღაცას აკეთებთ 23 წელი მოდის ორ თვეში. კი ბატონო, არავის არ აქვს გარანტია იმისა, რომ სახეზე იქნება ის რაც გინდა, ხო? მაგრამ ამისთვის ზალღონეს არ ვიშურებთ და თუ მაინდა-მაინც კიდევ ერთხელ თქვენთვის ვიზუალურად არის მნიშვნელოვანი დაინახოთ ის რასაც ვერ ხედავთ, ამასაც დაინახავთ. მაგრამ თუ კი ეჭვი შეგავთ იმაში, რასაც მე ვსაუბრო, რომ მუშაობა შესაბამისი ხორციელდება და გვინდა რომ რაღაცა სხვადასხვა გეგმებთანაც თანხმობაში მოვიდეთ, ჩვენი აქტივობები. რას მუშაობ? მე ამას ვამბობ, რომ აი მუშაობას აი რას ეძახთ? აი რას აკეთებთ მაგალითად? აი ამოცანა რა არის ეკა? ვესაუბროთ ბევრ ადამიანს ვესაუბროთ, ხო? და შედეგი რა არის? თუ ამ კულტურიზებული ხასიათი არა. შედეგი რა იყო? ხედავდით მე მაგალითად 2020 წლის გდანში ან მეგობრებს ყოველ დღე ან ხედავდით 3 თვე ტელევიზორში არც გამოვჩენილ ვარ.
მაგრამ ის ოლქი მოვიგე 3-90 დღის განმავლობაში ეკრანზე არ გამოჩენილ და საყედურებდნენ თქვენი კოლეგები რატო კომენტარსაც არ აკეთებენ იმიტომ რომ სამუშაოები წინასწარი არის გასაწევი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენ გვინდა შედეგზე ორიენტირებული პროცესი. როდესაც გეგმა თქვენ დაწყებული იქიდან რატო პარლამენტში შევედით, რატო ვერ ხედავთ რაღაცა პროცესს, რომელსაც დაუცებად დაინახავთ, რატო მიდიხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმე იქ უნდა გითხრან ვადამდელ მე ვადამდელი არჩევნებზე კითხეთ, რას აკეთებთ და თქვენ მითხარით ამერიკის შეერთებულ შტატებში მივდივარ. არა, ხო და რა აქტივობებს ახორციელებთ ეკა გადაახურეთ. ვადამდელი არჩევნებისთვის თქო. და მათ შორის კოლეგებთან თქვენ გონიათ კოლეგებთან არ ვისაუბრეთ, საერთაშორისო თუნდაც მეგობრებთან დაკავშირებით. თქვენ ერთი წუთით მართლაც გჯერათ, რომ თანხმედრაში მათ შორის საერთაშორისო ჩვენი პარტნიორების პოზიციაც არ უნდა მოვიდეს თავარი ნაციონალური მოძრაობის გეგმას, უბრალოდ ხო არ უნდა იყოს დისონანსში მოსული და საქმის კურსში ხო უნდა ყოფილიყვნენ. მეც უნდა პირადადაც არიან საქმის კურსში, რომ ჩვენ გვაქვს დემოკრატიული მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების მოპოვების თაობაზე და არა ის, რომ ეხლა 26 არ ვიცი დეკემბერს გამოვალ და რევოლუციას მოვაწყოთ. ამის თმაც შესაძლებელია, მაგრამ არ არის სერიოზული, არის გულის მომხანა. ეს არის და ეს. პარტიიდან მაგალითად პარტიაში გაქვთ პრობლემები თუ არ გაქვთ, იმიტომ რომ ამ 2 თვის განმავლობაში მუშაობაზე მეტად ხმები გამოდიოდა, რომ პარტიაში არის პრობლემები, სხვადასხვა დაპირისპირებული ჯგუფები. ადასტურებთ. არის მაგალითად რაღაცა გაქვთ თუ არა, ანუ პარტიაში პარტიის ყველა წევრი თქვენი გუნდის წევრია და ეხლა დღეს თქვენ რაც თქვით, ყველაფერს იზიარებს? თუ აქვთ კითხვები თქვენთან? აქვს კითხვები თქვენთან? ნუ გექნებათ ცდილობა წარმომაჩინონ როგორც არა ეს გადაცემა გამონაკლისი იყო ნამდვილად. ჩემს ყურადღებით უსმენთ ძალიან გამონაკლისი იყო. ნუ არა უშავს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ნუ ესთები წარმოადგენენ როგორც ავტოკრატი და ადამიანი რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას. ან არსებობს რაიმე სხვა კონკრეტული უკეთესი სტრატეგიული გეგმა ან ტაქტიკური გეგმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ან თუ 3-4 ლიდერს ვერავინ ვერ ერევა? როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს ასე არის? რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ვერც ერთი ლიდერი, ვერც ერთი დეპუტატი, ვერც ერთი აქტიური ამორჩეველი ხო ვერ იქნება კმაყოფილი, სანამ ეს რეალობა არის, რომელშიც ვართ. სანამ ყავს პოლიტიკური პატიმარი ამ მდგომარეობაში, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ალბათ გვიყურებენ ახლა ხომ? ვერ ვიქნებით. კი, პრობლემაა ამას თაობაზე არის ნებოთაღელობა, არის ნებოთაღელობა. რა თქმა უნდა, არის და აქვს ამის გარკვეული მიზეზები. ის რომ პირველად სამწუხაროდ აი ამდენი წლის განმავლობაში არ არის კონკრეტულად აი ხელშესახებად არჩევნები. არჩევნების წელიწადი რო ყოფილიყო წელს ან თუნდაც მომდენო წელს უკვე გაწერილად გაზაფხულზე სულ სხვა კლიმატი, სულ სხვა ატმოსფერო იქნებოდა. მაგრამ შეგექმნათ მაშინ ეს კლიმატი ვადამდელი არჩევნების დაყენებით? ვცდილობთ ეკა. ყველაფერს და ძალად ვცდილობდით და ძალიან ახლოს ვიყავით ამ მიზანთან. 2000 მათ შორის 21 წელს. კარგი, ნიკა, ბოლო კითხვას დაგისვა, არის თუ არა შანსი, მე ბევრი ადამიანი შევხვედრი ვარ ამ ხნის განმავლობაში, თქვენ ხვდებით ადამიანებს, ჩვენ ხვდებით ადამიანებს, რომლებიც არ არიან კმაყოფილი თქვენი თავმჯდომარეობით და ფიქრობენ, რომ ახალი არჩევნებია საჭირო იმისათვის, როგორც ჩატარდა თავის დროზე, კარგით, გასაგებია საერთო ოპოზიციურ პრაიმერსზე თქვენი აზრი, მაგრამ პრაიმერსი არის გამოცდილი კარგი გამოცდილება ნაციონალური მოძრაობისთვის, თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა, მისი მოლოდინი რომ ძიმე აი ამ რუსულ ავტოკრატიაში ოპოზიცია, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტია იქნება საუკეთესო ფორმაში. რატომ უნდა გქონდეს ეს მაშინ ასეთი მოცემულობა რო დადგეს, ან შეიძლება როდესმე დადგეს, მაშინ ავტოკრატია ესე იგი არ გქონია, ხო? ეხლა ამაზე ხო? ფიქრობ თუ არა, რა შეიძლება? თუკი რამე მემაყენებს შეურაცხყოფას, თუკი რამეთი თქვენ შეგიძლიათ მე მომაყენოთ
შეურაცხყოფა, ასევე გავიმეორებ, ეს არის იმ განცდის დატოვება, არათუ პირდაპირ თქვა, რომ თითქოს ნიკა მელია პარტია ნაციონალურ მოძრაობაში სავარზელს ებღაუჩება. ეს ერთი სავარზელი არ არის, ეს ერთი. მე ვარ ბრძოლაში. პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე მე ვარ 2 წელიწადი. ურთულეს პერიოდში ჩემს კოლეგებთან ერთად. მანამდე მრავალი წელიწადი, კიდევ 2014 წელიწადში პარტია ნაციონალურ მოძრაობის თავმჯდომარე არ ყოფილვარ. მაგრამ ხედავდით და მაკვირდებოდით მეგობრებთან ერთად და საერთოდ მე რომ მკითხოთ სტატუსი თავმჯდომარის ნამდვილად არათუ ხელს შესაძლებელია ხშირ შემთხვევაში არ მიწოვდეს ხელს მიშლიდეს კიდევ იმიტომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და თუ კი ამისი განწყობა პარტიაში იქნება პირველი მე შეუწყობ ხელს სწორ მოცემულ კონკრეტულ დროში თქვენ ახლა აი ამ კონკრეტულ ვითარებაში გონიათ ისეთ ჩვენ პარტია ნაციონალურ მოძრაობაში უნდა გავიყოთ რამდენიმე ჯგუფად და პაექრობა გავმართოთ იმ ვითარებაში როდესაც თუნდაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთი როგორიც არის ამის დრო მოვა და არაფერი ისე არ მომობილიზებს მე არაფერი ისე არ მაგზნობიებს მე რატომაც არა ახალი ლეგიტიმაციის მიღება ხო ახალ ძალას მივიღებ კი ბატონო შეგისრულებთ ამ თხოვნას ორგანიზებულად თავს არ გზნობ ვფიქრობ რომ ჩემი ძლიერი მხარეც არის ესაუბრო საზოგადოებას არჩევნების პროცესში იმიტომ რომ ბევრი მაქვს მეც მათ შორის სათქმელი მაგრამ ბევრი კი არა სულ ცოტაც რომ თქვა თქვენს ეთერში ახლა იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც ახლა არ ითქმის თქვენ მეტყვით რომ ეს არის სკანდალი რა და არ არის ეს სკანდალი როდესაც არჩევნებია და შენ გეძლევა შესაძლებლობა პარტია ნაციონალურ მოძრაობის 100.000 ამორჩეველს ესაუბრო ეს არის პაექრობა და ამორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს იმიტომ რომ ვერ მიწვდები ხო 100.000 ნაციონალურ მოძრაობის ამორჩეველს ამიტომ ჩვენთვის ეს ყველაფერთან ერთად მისწრებაც არის და თუ კი გაჩნდება საფუძვლიანი ამისი აუცილებლობა პირველი და ახლა ვაფიქსირებ პირველი მე შევუწყობ ხელს თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით არც ნაციონალურ ორჯერ პარლამენტის მანდატი მაქვს მაგიდაზე დადებული და ისე გამოსული ხო თანამდებობა მე არაფერში არ ჭირდება ისე როგორც ნაციონალურ მოძრაობის არც ერთ ლიდერს და როდესაც გეუბნებით რომ წინასწარი განწყობა გაქვთ აი ამ კითხვის სულისკვეთებაში ჩანს, იმიტომ რომ ხა თქვენ ფიქრობთ რომ ნიკა მელეს ძალიან კარგად იცნობთ, მის კოლეგებსაც იცნობთ. თქვენ ფიქრობთ რომ ნაციონალური მოძრაობის, თქვენ მართლა წარმოგიდგენთ ნაციონალურ მოძრაობაში ოფისში შეყოლ, იქ არის კაბინეტი, სადაც შედიხარ იკეტები და რასაკეთებ. თქვენ უნდათ ჩემი ყოველდღიური რუტინული შრომა ეს არის? ამიტომ ერთ ადამიანსაც თუ ექნება ამის საფუძვლიანი მოთხოვნა თქვენი ერთი დღე დაგვიხასიათეთ როგორი ძალიან ბევრ ადამიანთან საუბარი ძალიან ამორჩეველთან ეკა პარტნიორთან მათ შორის პოტენციურ დონორებთან მათ შორის პოტენციურ ვინ პოტენციურ დონორებთან მათ შორის პოტენციურ დონორებთან ეხლა პარტიას სჭირდება ბევრი რამ ხო მათ შორის ყოველდღიურად გადაუწყვეტელი მოქალაქეების დარწმუნება იმაში რომ ისინი დადგენ ნაციონალურ მოძრაობის გვერდით. ეხლა ვიღაცა თუ ვერ ხედავს სათხვდებით ამ ხალხს. სხვადასხვა ადგილებში ეკა ეხლა წამოვყევით ერთი დღე მაშინ დილიდან ხვალ მაგალითად მე რატომ უნდა წამოვყევით თქვენი პრესსამსახური წაიყვანეთ და გვაჩვენეთ თქვენი ერთი დღე რასაკეთებთ. უბრალოდ თქვენ ამ მომრჩეველს აჩვენეთ რომელსაც კითხავთ. პარტია ნაციონალურ მოძრაობის წიაში ხა მნიშვნელოვანი საკითხების გაშოვა კონსოლიდაცია. წინ გველოდება ურთულესი ჩემი შეფასებით ალბათ გადამწყვეტი პერიოდი სადაც რაც შეიძლება ადამიანმა უნდა იცოდეს კონკრეტულად რას ვაკეთებთ და თუ კი 2 და 3 ახალი პოლიტპატიმარი ამ პარტიას ეყოლება სუსტად მაგას გეკითხებით კონკრეტულად რას აკეთებთ მეთქი ან რა გააკეთებთ მეტი საკითხვა თქვენთან არა მაქვს ტონით საუბარია პოლიტპატიმრები თუნდაც მელია ვიღაცები რატო ვერ გამოიყალეთ ხელი უნდა შეუწყოთ წინ ურთულესი პერიოდი გველოდება ეკა და მე არა თქვენ თვითონ ამბობთ რომ კონკრეტულად უნდა ვთქვათო რას ვაკეთებთ და მაგას გეკითხებით ზუსტად კონკრეტულად რას აკეთებთ მეთქი გითხარით აი ეხლა პარტია ნაციონალური მოძრაობის ემზადებით ნიკა მაგრამ არის მოსამზადებელი პერიოდი შემდეგ არის ამ მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ შემუშავებული გეგმის განხორციელების პერიოდი ხო შეიძლება მოსამზადებელი პერიოდი ვრცელდებოდეს შეიძლება სანამ ჩვენ არ ვიგრძნობ და მე პირადად იმიტომ რომ თქვენგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და უნდა ვიცოდე კონკრეტიკას ეხა რატო პასუხობდით კონკრეტიკას რატო პირდებით მაყურებელს დიდია
წარმატების კი, როცა მოსამზადებელი სამუშაოები არის კარგად ჩატარებული და სწორი პერიოდი, სწორი მომენტუმი და სწორი წალღა შესარჩევი და არა უბრალოდ აქტიობისთვის განსახორციელებელი. და ამის მიღმა ვებერთელა შრომა დგას. თქვენ არ ემზადებით გადაცემისთვის, ხო პირდაპირ ხო არ მოდიხართ, ეხლა საათნახევარი გადაცემაში ხართ წარმოდგენილი პირდაპირ ეთერში, ეს ხო არ არის თქვენი პროფესია, ეკა. რას აკეთებთ დღის განმავლობაში ამ კითხვას ვარ დაგისვით ძალიან არა რას ვაკეთებ ჩანს ჩემს კითხვებში საერთაშორისო გადაცემა რომ მიყავს ჩანს ჩემ კითხვებში რას ვაკეთებ კითხვებში ისე არ გავაკეთოთ რუახოს პერიოდში მე და თქვენ ერთმანეთისთვის თქვენ განსაკუთრებით მართლაც გეუხერხულოთ შეხვედრა ჩემთან და ჩემს კოლეგებთან აი ძიმე პერიოდი გველოდება მეთქი ქვეყანაში გეუბნები. თქვენთან შეხვედრა რატომ უნდა მეუხერხოთ? ის რასაც შეიძლება ახლა ვერ საუბრობ და რისთვისაც ვემზადები. ანუ რაზე მელაპარაკებით? საერთოდ რა კატეგორიებით მელაპარაკებით? ჩემთან შეხვედრა არ შეთვალებში შემოხედვა არ შეიძლება. ეხლა თქვენ ეჭვი გეპარებათ და ნაციონალური მოძრაობა არ ემზადება. თქვენ იმ კითხვაზე სვამთ პრაიმერისი რატო არ გაიმართაო? თქვენ იმ კითხვასაც სვამდით ამ კი, არის თუ არა საჭირო, როდესაც ამდენი უკმაყოფილო გყავთ გარშემო, ამდენი კითხვა ისმება თქვენ შესახებ. არის თუ არა აუცილებელი რომ თქვენი ლეგიტიმაცია ხედა ისევ იქნება ამისი აუცილებლობა ან ვერ დაადასტუროთ. იქნება მაგრამ აი ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი ელაპარაკებოდეს კითხვების გამო რომ თვალებში ვეღარ შემოხედავ ჩემთან ქუჩაზე რომ დამინახავ მეორე მხარეს ჟურნალისტები იცით წინასწარი განწყობით ხართ შეიარაღებული ეხლა სამწუხაროდ და რა როგორ ამიზეზით არის განპირობებული ახლა არც მინდა და არც ვიცი და არც არის არც გეცოდინებათ იმიტომ რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს მე ვარ ჟურნალისტი რომელიც კითხვას სვამს ახერხებთ შეურაცხყოფის მოყენებას თუ კი ფიქრობთ რომ ნიკა მელია პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის სავარძელზე არის ძალიან სამწუხაროა ბატონო ნიკა ძალიან სამწუხაროა როდესაც კითხვების დასმას აღიქვთ შეურაცხყოფად. როდესაც კითხვების დასმას ეს არის და ეს უკვე ეს არის კითხვა. ეს ამას აკეთებთ ოპოზიციაში და წარმომიდგენია რას გააკეთებთ ხელისუფლებაში. როდესაც დღეს თქვენ კითხვებზე ხართ აგრესიულად განწყობილი კითხვების გამო არც ერთი კითხვა არ კორექტულად არ მოვიდეს საქალაქო სასამართლოში სააპელაციო პასუხი გამგზეს ნიკა გვარამიას პროცესზე რატო არ დადის და საერთოდ დაცვამოძებო რატო არ დადის? ჩემი ფორმულირება არ ყოფილა ეს რომ ერთი მელია მოვიდეს, მე ასეთი ფორმულირება თქვენგან გასწვევით არა მაქვს. აი ზუსტად მე კითხვა დავსვი, რატომ არ დადიოდით ნიკა მელიას სასამართლოზე? ხვალ მოვა და პასუხს გაგცემს, რატო არ დადიოდა და აქ ეხა მაყურებელმა გადაწყვიტოს იგრძნობა თუ არა თქვენი განწყობა რომელიც ძალიან უცნაურია რომ ყოფილი პოლიტპატიმარი ახლანდელი პოლიტპატიმრის სასამართლო პროცესებზე რო არ დადიოდით ხუთი პროცესი იყო მერე და ვერ მოვახერხე დიახაც ბოლოს იმიტომ ირო თქვენ მაიძულეთ მოსვლა ხო რა ვიცი მანამდე ხო კარგად ზანდებოდეთ ეკა და კარგად სანამ მოკლედ ბოლო კითხვა არა მე თქვენი ასე ვთქვათ ტონალობა არის თქვენი პრობლემა მე ბოლო კითხვა მე კითხვა პარტიული ინტერესი მე კითხვას დაგისვამთ რომელიც ყველას აინტერესებს იბრძვით 24-ის ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რეჟიმის დამარცხება და კიდევ ერთხელ გეუბნებით მე წარმოვადგენ იმ პარტიას რომელმაც ბევრი გაიღო და ახლაც იღებს და მაპატიეთ თუ ვერ მივიღებ თქვენსგან თუნდაც ჟურნალისტისგან ამ ტონალობაში ამ პრეტენზიული ასე თქვათ სულისკვეთებით საუბარს რომ რატო არ დამარცხდა ბიძინა ივანიშვილი დღემდე მე სა თქვენთვის არ მეკითხა მე გეკითხებით რას აკეთებთ მეთქი მეც გიპასუხეთ რასაც ვაკეთებ კარგით ხო ვერ მიპასუხეთ სამწუხაროდ მე მგონი იმიტომ რომ მე თქვენ მითხარით რომ აი ამერიკაში მივდივართ თქვენი შეფასება კარგით ეხლა ბოლო კითხვა აი დღეს გიორგი მშვენიარაძემ თქვა რომ პარტიებისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხს გააგებინონ და სიცხადე შემოიტანონ თქვენ რისთვის იბრძვით ეხლა 24 წლის არჩევნებისთვის თუ ვადამდელი არჩევნებისთვის რომელიც ფაქტობრივად ჰაერშიც აღარ ტრიალებს ეს მოთხოვნა ამით დავასრულოთ თუმცა ვისაუბრეთ პარტია ნაციონალური მოძრაობის და იმედია რომ ბევრი პარტია იქნება ვადამდელი არჩევნები ბევრი სამართლიანი მიზეზის გამო დაწყებული დასავლური დავალების 12 პუნქტის სახით მოცემული ვერ შესრულების
ალბათობა, რომელიც მაღალია, რომ გავანეიტრალოთ ეს საფრთხე და ქვეყანამ შანსი შეინარჩუნოს, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, გაგრძელებული პოლიტპატიმრების დახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ორი პრიორიტეტული საკითხი და 2024 წლამდე ეს საკითხები ვერ ითმეს, მაგრამ ამ გზაზე ველოდება ძალიან მძიმე პოლიტიკური ორთაბრძოლები და ჩემი სურვილია ის დავიწყებით და დავასრულებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ არა ნიშნის მოგებაზე ორიენტირებული ერთმანეთისთვის, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის. მით უფრო, როდესაც სიმართლის მარცვალიც არ არის, მომიტევეთ ამას ვსაუბრობ თქვენს კითხვებშიც, ხომ? ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთს გავუღვივოთ პესიმისტური განწყობები და ამ ყველაფერს უსმინოს ასობით ასასმა საქართველოს მოქალაქე. 24 წლამდე ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება რო გქონდეს და ეს ფუფუნება რო არსებობდეს, არაფერი გარდა იმისა უკეთესი არ იქნებოდა. და თუ ვადამდელი არჩევნების გულხელ დაკეპილი ვემზადებოდეთ მხოლოდ საარჩევნო პროგრამისთვის და მხოლოდ კამპანიური შეხვედრების. არჩევნებს ვერ მიაღწევთ. ეს შესაძლებელია, მოხდეს შესაძლებელია, არ აიღებს თუ არა პასუხისგებლობას როგორც პოლიტიკური ლიდერი. პასუხისგებლობას არ გავქცეულ ვარ. და გავექცევი, მაგრამ რადგან თქვენი არჩევნებს უნდა მივახციოთ, ეს არის თქვენი გეგმა. სტრატეგიული გეგმა. თუ ვერ მიაღწიეთ ამ გეგმას, იღებთ თუ არა პასუხისგებლობას პოლიტიკური ლიდერი. პასუხისგებლობა არა, ყველაზე რთული აღმოჩნდა. არა, ვისთვის? პოლიტიკოსებისთვის. არა, ეგ ანუ ნუ გვადარებთ მაგალითად სხვა პოლიტიკურ პარტია, რომელმაც პოლიტიკური პასუხისგებლობა 2012 წელს აიღო. რაც ძალიან რთული იყო, მე წარმომიდგენდი, მაგრამ აიღო. მიშა სააკაშვილმა აიღო ეს პოლიტიკური პასუხისგებლობა. მაგრამ ხო, გასაგებია და თქვენი პასუხისგებლობა დარგიდა და აიღო. თქვენი ლეგიტიმურობა საკუთარ პარტიაში არა, ეხლა რასე უმნებით ერთი წუთით. ეხლა უკრაინელ ჯარისკაცებს ოფიცრებს თუ შეიძლება ეს მაგალითად მოვიყვანო, ან რომელიმე 100 თაურს ან 20 თაურს უხმოთ და უთხრათ რომ რუსებს თუ ვერ დაამარცხებ, შენ აი ამ მომდენო 6 თვის განმავლობაში აიღე პასუხისგებლობას თუ არა. ჩემთვის დაახლოებით თქვენ ისევე იბძვით, როგორც ახლა უკრაინელი ჯარისკაცები, ისევე იბძვით, როგორც თქვენ ახლა ისევე იბძვით, როგორც უკრაინელი ჯარისკაცები. არა, ახლა ისევე იბძვით. ამ სულისკვეთებით ვიბძვით. არა, სულისკვეთება მე არ მაინტერესებს, ქმედება მაინტერესებს. არა, დაახლოებით ის ნიშნავს. ან უკრაინელ ჯარისკაცებს ატარებთ ახლა თქვენ თავს. სფეროში მე არ შევდივარ ეკა. როგორც შეუძლებელია რუს როდის დაამარცხებ. ამაზე შენ ჩამოვართვა სიტყვა, თუნდაც პირდაპირ ეთერში ნებისმიერ პოლიტიკოს, ეს მომიტევეთ და არის ღრმად არასერიოზული, პირდაპირ გეუბნები. ღრმად არასერიოზულია, როდესაც ვადამდელ არჩევნებს აცხადებ და მე არაფერს არ აკეთებ ამისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ნახოთ, მე ძალიან ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ, თუ თქვენ ვადამდელი არჩევნების დანიშნოს შეძლებთ, მხოლოდ გულშემატკივარი ვიქნები ამ საქმეში თქვენთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ვისურვებთ, რომ ოპტიმიზმი ყველა მაქსიმალურ ქართულ ოჯახში შევიტანოთ. ოპტიმიზმი არის ის, როდესაც რასაც პირდები იმას აკეთებ, ეს არის ოპტიმიზმი. ეკა, თქვენ 2000 პირდაპირ გეუბნებით 22 წელს ვართ ახლა ჩამოყალიბებულ ძირ ღრმად ფესვებში გამდგარ რუსულ რეჟიმს ვებძვით. და კი ბატონო ვერ დამარცხდა დღემდე და თუ ამის გამო მე პასუხს გთხოვთ, კი ბატონო, გაგცემთ. მე გეკითხებით, რას აკეთებთ მეთქი? მე არაფერს პასუხს არ გთხოვთ. მე გეკითხებით კონკრეტულად და ამ მთელი ამ 1 საათსა და 20 წლის განმავლობაში უბრალოდ მხოლოდ გეკითხებოდით, რას აკეთებთ? კი ბატონო, სამუშაოები ხორციელდება, რას აკეთებთ? ნიკა, გასაგებია, მაყურებელმა შეაფასოს 19 წლამდე. მიპასუხეთ თუ არა? მე გეკითხებით სექტემბრიდან მოყოლებული, რას აკეთებთ? მე არ მithქვამს, მე არც თქვენი თავის დროზე ყველაფერი რისთვის ემზადება ნაციონალურობა და რა ტიპის სამუშაოებს წევს და საზოგადოება როდესაც თქვენის დახმარებით და მეშვეობით გაიგებს ამას, მაგრამ ამას ჩათვლის პარტია ნაციონალურობა როდის არის ის ორი მომენტი, როდესაც უნდა ვისაუბროთ უფრო ბევრი და გადავდგეთ კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის და ეს ახლა რამდენჯერ უნდა მკითხოთ რა აკეთებთ? პასუხი ყოველთვის დაუკმაყოფილებელი იქნება. არადამაკმაყოფილებელი სანამ ბიზინა ივანიშვილია იქ არაფერი ფასი არაფერს არ აქვს სანამ ბიზინა ივანიშვილი არის იქ სადაც არის. ჩემთვის საქმე იქნება მაშინ როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დიახაც დაიმსხვერპლო.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩემთან ერთად. ეს იყო ნიკა გვარამია. გვარამია. ნიკა მელია. ნიკა მელია, მე მგონი კარგი ნიშანია, რომ უკვე მეორეც წამომწდა ნიკა გვარამია. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ვნახოთ ხვალ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. საღამოს გასართობ ეთერს წარმოგიდგენთ ჯორჯია პალასი. სასტუმრო და სპა ქობულეთში.